მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. მოკლედ გაუგნებული ვარ ამდენი ინფორმაციით, რაც ასავრცელებენ, რომ აი აზია რა ვარ. ერთიანად თავი როგორ მოუყარო და საყოველთაოდ თქვა ეს ყველაფერი. მოკლედ გიჟებს სულელებს დაუძახებენ და ისა ჭვიანებს სულელებს და გიჟებს დაუძახებენ და გიჟებს და სულელებს კი ჭვიანებს დაუძახებენ. უკვე ისეთი პირი უჩანს ამ ყველაფერს რა, რასაც ვაკვირდები. ესე იგი, ვინც სახათ აზროვნებს და ნორმალური აზროვნება გააჩნია, ხო? ელემენტარულად მოსმენის კულტურა მაინც იცის და გადაუმოწმებლად არაფრის მიღება არ შეუძლია. ესეთები არ არიან, ანუ რაღაცნაირად ისე იღებენ ყველაფერს, გამიგერო, აი ეს ვინ არის, ამას რატო უნდა ვუსმინოთ? ის რატო ლაპარაკობს საერთოდ? ძალიან ცუდი მდგომარეობაა ხალხო. ჯერ ახლა ორი რაღაცა დაიდო ინფორმაცია ინტერნეტში. დილას აღამოს ამ პატრიარქს ატრიალებენ ამ პატრიარქის იმას. საუბარს რა. ხო და მკვდართან შეხება. აი ვინც არიცით, წავიკითხოთ. ბიბლიაში რა წერია მკვდარზე შეხებაზე. ძველ ხმაში მკვდარზე შეხება იყო უწმინდურება. ეს კლიბები კიდე თან იძახიან, რომ არ გააუქმა ქრისტემს ძველი ჯულიო. თუ არ გააუქმა, მაშინ არც ათიმცნება არ გააუქმებია და არაფერი არ გააუქმებია და დატოვა, ხო? თუ დატოვა, მაშინ რატო არ ასრულებენ იმას, რაც უწერიათ ჯულში, ხო? რომ მკვდართან შეხება ეს არის შებილწვა თავის გაბინძურება. თან ასე უხეშად იტყუებიან. ნუ აი არ მესმის რა, უბრალოდ. რასთან აკავშირებენ მე ვერ ხვდები. ლევიანთა წიგნში წერია ესა, მოსეს მესამე წიგნი არის ესა. დაბადება გამოსვლა ლევიანი მესამე წიგნია. 21 თავის მე-11 მუხლში. ვაიკრა ეწოდება თუ არ ვცდები ამას. ებრაულად. არც ეთკვდარს არ უნდა მიეკაროს არც მამას და არც დედას, რომ არ გაბინძურდეს. გაუწმინდურდეს, ვერ ქართულში წერია. ანუ მკვდართან მიახლება ებრაულ ტრადიციით იყო გაუწმინდურება ადამიანის და ესენი კიდე იძახიან ხა არ ვიცი მე მიტროპოლიტის ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. რატომ არის კიდეც მნიშვნელოვანი მასთან ახლოს მისვლა და შეხება მის ხეულთან და საფლავთან. აი არ ვიცი უბრალოდ რა. ნუ აი არ მესმის უბრალოდ რა. თან ძველი ხმა არ გააუქმა და არც ეს არაფერს არ ასრულებენ, რაც იქ წერია. არაფერს საერთოდ. ათწნებას ასრულებენ. ხატები არ გაიგეთო თუ არაფერი რაც დედამიწაზეა ცაში და მაღლა კერპი არ გაიგეთო. და ეხა ესენი იძახიან ქერუბიმებიო. აი ყველანაირად ცდილობენ რომ სიტყვებში რაღაცა იმას. ქერუბიმებზე აფარებდნენ ტილოს და ისე გამოქონდათ რომ არავის შეეხედა. რომელ შეხებაზე და ლოცვაზეა საერთოდ იქ წელიწადში ერთხელ შედიოდა მღვდელმთავარი ეფოდით ესეთი ეფოდი ეკით აკა და იმ ქვებზე გამოცხადება მოდიოდა ღმერთის იაჰვეს გამოცხადება და ასოებზე იტვიფრებოდა იაჰვეს განაცხადი ამა თუ იმ ერებზე სასჯელი. დამსჯელი ღმერთი არის იეჰოვა. ხო და იმ ქერუბიმებზე კაცო საყოველთაოდ არისო დაჟე ვიღაცა ყუზია ხო თუ ვიღაც შეეხო იმ აღთქმის კიდობას ქერუბიმებს და დაეცა და მოკვდა იქვე. როგორ შეიძლება ეს ქერუბიმები გავაიგივოთ ხატთან, როდესაც ხატები ქერუბიმები არ არის, ანუ ეს ხატი ხო არის ზევით. ეს ქერუბიმი არ არის, კაცო, ეს არის ხატი, ქანდაკება არა. ქერუბიმი არის ქანდაკება. ნუ კაი თუ აუშვა და ხატი არის, ხო, დავანებოთ მაგას, მაგრამ არავინ ქერუბიმებზე არ ლოცულობდა და აგერ ჯულში წერია, რომ ცის ფრინველებზე და ცის გამოსახულებზე და ცის მხედრობაზე არ ილოცულოს ესეთმა ადამიანმა, ვინც ლოცულობს, გაიყვანო და ჩაკოლედო. რა ვიცი ეს თორა თუ ებრაელებისაა ჩვენ მართლმადიდებლები ვინც იწოდებიან მართლმადიდებლებად რა უნდათ ამ თორაში ებრაელებთან ჩემამდე არ მოდის. ან კიდე ჩემზე იძახიან რომ მაგას ვინ მისცავ ლაპარაკის უფლებაო. თვითონ თქვენ ვინ მოგცეთ ლაპარაკის უფლება. ძველ აღთქმაზე როცა ლაპარაკობთ, აი საიდან გაქვთ აღებული ეს საცეცხლური ეს მოსეს აარონიანი მღვდლობა? საიდან მოიპარეთ ეს? ან ის რომ განმარტავს კიდე ის ცოტა ნორმალური მეგონები. ეს ისაო რა ქვია, გველებიოს, გველი ბოროტების სიმბოლო არის. გველი ბოროტების სიმბოლო კი არ არის. ის ორი გველი არის მოსე რო იყო ეგვიპტეში, ქურუმებმა რო ორი კვერთხი რო გადააქციეს გველებად, ის ორი გველია, რომელიც ჭამს ჯვარს გესტავს. ჯვარი კიდე მარადიულობის სიმბოლო არის. ხო, ეგ არის ყველაფერი კადეცეუსის სისტემა არის, სატანური სისტემა არის. რა შუაშია მართლმადიდებლობას, როცა ჩვენ ეგეთი ჩვენს ეპისკოპოსებს და მართლმადიდებლებს ეგეთი ფორმის კვერთხი არ ქონდათ. ეს არის სატანის კვერთხი. ვიბრაცია ქვია მაგას. ვიბრაცია აი ტოტატლანტსა აქ მაგაზე დაწერილი ეს.
ეგ ვიბრაციული კვერთხი, მაგ ვიბრაციით ხალხს აშტერებენ და აბრიყვებენ და აბა კითხვა დაუსვით მეტი. აბა სადაა იესო ქრისტე რომ მოვიდა მეორედ უკვე რო ეროდებოდით? პატრიარქის ცოცხლებში არ უნდა მოსულიყო კაცო. სულ მაგაზე მჩრიდნენ ხოლმე პირში ბურთს რომ შენაო მას პატრიარქს ასწავლიო და შენ ყდლებს ასწავლიო კაცო აგერო მოვაო და დაინახაო ქრისტეო შე პატრიარქთან ერთად და ნიშიც კი დადგეს მთაზე და ეროდებოდნენ. აჰა ბატონო სად არის აბა გელოდებით. სად არის? და ამ ხალხი კიდე ნუ გაგიკვირდებათ იმდენი ხალხი მიდის რომ იქიდან არავის არ უყვარს გულით არავის არ უყვარს პატრიარქი ვინც მანდ მიდის ის გულით არავის არ უყვარს კაცი რომ გარდაიცვალა მე ახსენებათ იმის წარსული და მე იმაზე კოდარზე ცუდის თქმა არ შეიძლებაო და რაღაცეები რაც სიცოცხლეში არ დააფასეს ეს ადამიანი სიცოცხლეში არ გამოიკვლიეს როგორც გაბრიელზე იძახდნენ ხო გიჟი იყო თეთრი საფუთი გაბრიელს ვინ მისა დღეს ხო წმინდანია და ამაზე ჩვენ არ ვილაპარაკოთ არა ამის ხმის ამოღების უფლება ჩვენ არ აქვს და ოკეი ვიძდეთ ყველანი წნარად სახში და მოძღვრის კურთხევი დავემორჩილო და მოძღვრის კურთხევა არ გადავამოწოთ ის მოძღვარი ვისგან ფინანსდება და ვისგან იმართება და ეპისკოპოსის სიტყვა საერთოდ რას ნიშნავს იცით თქვენ ზედამხედვეს ნიშნავს მეთვალყურეს ნიშნავს მაყურებელს ნიშნავს აი როგორც ქურდებში მაყურებლები ისე არიან ეპისკოპოსები აი ამ ხალხზე თქვენს თავისუფლებას ქრისტეში უთვალთვალებენ ესე არ მოსწონთ რომ ვიღაცა იკითხოს დასვავს და გაუშვება ვიღაცას კითხოს სად არის აბა ქრისტე რო ვეროდებოდით მეორედ პატრიარქის ცოცხლეში მოვაო სად არის დაპირებული პატრიარქის სიტყვები რომ აფხაზეთში უნდა ჩაეტარებინა წირვა ისე არ მოკვდებოდა რომ აფხაზეთში წირვა ჩაეტარებინა სად არის ეს ყველაფერი და კიდე მიდიან ეს ხალხი და იქ ყდარს ეხებიან არ შეიძლება ხალხო არ მიხვდეთ მე მაგას ვუყურებ გუშინაც მომწერეს როგორ მოვიქცეთო იესოს მამა იახვე არისო და კი მეთქი ბიბლიაში ეგრე არის ხატებზეც საბაუთი უფალი აბა ვინაა საბაუთი ქართველების ღმერთი არ არის და ებრაელების ღმერთი ეგ საბაუთი ელოჰაი იახვე ადონაი რავი რამდენი სახელებია და ეს მარტო ერთ პიროვნებას არ ქვია იახვეები ქვიათ ანგელოზებსაც და უფლის ანგელოზი რო ლაპარაკობს ძველ თქმაში ხალხს გონია რომ ღმერთი არის ის ანგელოზი აბა იაკობეს რო დაეჭიდა ის ღმერთი რო იყო და ღმერთს ეჭიდაო და ძლიაო ბარძაყის ძვალი რო ჩაუნგრია თუ მოურყია ვინ იყო ის ანგელოზი არ იყო ჯერ ანგელოზი წერია მე ღმერთს დაეჭიდაო და ღმერთი ძლიაო რავი ეგეთი სისულელების თუ გჯერათ ხალხო იარეთ მაგრამ იცოდეთ რომ მან არ არის ის ღმერთი საერთოდ იესო ქრისტეც არ არის მან ქრისტე სულიერად მოვიდა სიტყვის სახით მოვიდა რომ აბა რა ეთყობათ ამათ მოსვლისას ხორცერად მოვაო კაცო იესო მოვაო და უნდა შევეგებოთო და სიტყვას უნდა შეეგებო სად არის აბა მანახეთ ერთი ქრისტიანი რომ ვინც თავს დებს ქრისტიანობაზე ან ზედმიწევნით ასრულებს იესოს სიყვარულს აგერ დავითის ფსალმებში გიწერიათ რომ ყველა კაცი ცრუ არისო და ვინც ეგ დაწერა წარმოიდგინე ძმაკაცობის სიწმინდეს და ძმობის სიწმინდეს ხაზი გადაუშვო საერთოდ ესე იგი მე თქვენში საერთოდ ეჭვი უნდა მეპარებოდეს რომ შეიძლება დღეს გვერდით ვყევხარ და ხვალე გამყიდველები იყო და ჩამშვებები იყო მაგრამ მე ესეთი თვალით არ გიყურებთ თქვენ რატომ უნდა მიყუროთ მასეთი თვალით მაგრამ წმინდა წერილიდან გამომდინარე ესე დავითის ფსალმუნებიდან ესე უნდა გიყუროთ და ყველა თქვენში მოღალატეს უნდა ვხედავთ და ხმა არავინ არ მოვიღოთ და ესე ვიზეთ ცხოვრებივი და აბა ისა და მაინც ვერაფერს ვერ გამოცვლილება და რა აზრი აქვს და შეაყარა კედელს ერთვი და რაღაც არა ეგრე არ არის აგერ ხა მე წაგიკითხავთ ოქროპირიდან ციტატას აი ეს არის მე-18 ტომი ივანე ოქროპირის სწავლება არის ჰომილიები არის სადაც პირდაპირ მოუწოდებს ერისკაცებს რომ იმოღვაწეონ და იქადაგო წავიკითხავ ხა ამას ეს არის მეორე თესალონიკეთას მესამე თავის მეხუთე ჰომილი წადი დაიმოწაფეთ ყველა ხალხი ნათელი ეცით მამის და სულიწმის სახელით ასწავლეთ მათ და დაიცვან ყველაფერი რაც გამცნეთ და აჰამე თქვენთან ვარ დღემოდან ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე ამინ ვიდი აღსასრულამდე სოფლის ამის ეხა ნახე შენ სოფლის აღსასრულამდე თქვენთან ვარო და ესენი ძახიან მოდი ჩემთან უფალო ბიჭო უკვე თქვენთან ვარო გეუბნება და ვის ელოდებიან ვის ეძახიან მოდი ჩემთან უფალო ჩვენთან არის ღმერთი თან ეძახიან თუ შენთან არის ღმერთი ვიღას ხო მოდი ჩემთან უფალო დავიღალე ხვდებით ხო ესე იგი ამ სხვა ღმერთს წემეთ აყვანს და არა იესო ქრისტეს და იესო არ უხსენებია რა ვიცი მე მახსოვს საერთოდ იესოს არ ახსენებენ ეგენი არც იესოს სახელით არ ანათლავენ მამაძე სულიწმინდა და მამაძე და სულიწმინდა სამებაში მამა ვინ არის იახვე არის იეჰოვა სახელი და სამებაც იეჰოვა გამოიყვანეს ეს მხოლოდ მათთვის კი არ არის ნათქვამიო ნახე რა სამოსოქროპირი წადი და მოიმოწაფეთო და სახელი ეცთო ანუ ეს ციტატებიო ამცნეთ ყველაფერი რაც გამცნეთო
დაიცვა ყველაფერი რაც გამცნეთო. ხედავ, მარტო ის კი არ ვასწავლეთ, არამედ დაიცვა ყველაფერი რაც გამცნეთო. მათეს 28:19 ნახე იესო ქრისტე რაც დარიგებას აძლევს მოწაფეებს. და უფრო პირი განმარტავს, რომ ეს მხოლოდ მათთვის კი არ იყო ნათქვამი მოციქულებისთვის, რომ წადით მოიმოწაფეინ და დამოძღვრეთ ქვეყანაო და ასწავლეთო, რაც გამცნეთო. არამედ თქვენთვისაც არისო, ჩვენთვისაც არისო და თქვენთვისაც არისო. ანუ მეც მეხება და ყველა ქრისტიანს ეხება. ეს რომ მხოლოდ მათ არ აქვთ აღთქმული, არამედ ყველას, ვინც მათ კვალს მიყვება, შემდეგი სიტყვებიდანაც ჩანს, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ხედავთ? ოქრო პირი განმარტავს, აი აქ წერია 279 გვერდზე. მაგრამ ეს მან მასწავლებლებსაც რატომ არ უთხრა? ნებისმიერ თქვენგანს თუ კი მოისურვებს, შეუძლია მასწავლებელი გახდესო. ხედავთ? ეს ქრიბები კიდე იძახიან, რომ არა მოძღვარსგან კურთხევა უნდა იყოს. საერთოდ არ აწერია აქ მოძღვრის კურთხევა. აი საერთოდ არ ამბობს. დაჟე ოქრო პირი იმაზეც კი ბრაზობს, რომ ჩემთან რომ მოდიხართ და მთელი დღე ისმენთ ამ ბიბლიის განმარტებებს, როგორც გახვალთ ტაძრის ზურგის გასწდებითო, ყველაფერი გავიწდებოდო. და გულიმწდება რომ მარტო მე მიწევს ამ ყველაფერს ლაპარაკი და არც ერთი თქვენგანი ბიბლიას არ გითხულობს. ბიჭო, ეს როგორ იციან ხოლმე, იცი რომ აუ ეხა ეს ვინ არის, რატო უნდა მოусმინო და რას ლაპარაკობს? ვალდებული ხარ, შენ წაიკითხო ეს ბიბლია, გაარჩიო, ყველაფერი იკითხო. ერთ წიგნი ვერ გადავაშლევინე ხალხს, ნუ ეს რა ის მრევლია, რა ის ქრისტიანები არიან, ვინები არიან ესენი. ერთი წიგნი ვერ გადავაშლევინე და ვერ წავაკითხე. იმ ივერი მერკულაძესაც, იმ საცოდავ ადამიანს, იმასაც დაწერილი საკითხებია და თვითონ გაგებაში არ არის რა წაიკითხა. აზრზე არ არის რას კითხულობს. ვის დაეტაკა, ვის ეწინააღმდეგება, რა ის ქრისტიანული არის ხა მე ვიდეო ამოგიჭრა, რაღაცა ფოტო ამოვჭრა და დავადო წვალებელი ლევან პეტრიაშვილის სამხელი და რაღაცა სისულელები. რა არის ეს ქრისტიანულია? დამიბარე აკადემიაში არ ვისწავლი, შოდი წელი მან დარვიარე კაცო. მოდი მომწერე, დამირეკე, ანედიშენე მან შენ და დავიძე და ვისაუბროთ, გვასალეს ვიცნობ და ორჟონესაც ვიცნობ. რა სირობას აკეთებთ ეთი ვერ გავიგე. რა არის ქრისტიანობა რა? დადგა და ჩაწერე და აი ხედავ, ეხლა ვიღაცას ემუქრება, შენც მოგივლი, შენთანაც მოვა და დაუარა სულ ყველას და მღვდელია თუ დიაკონია თუ მრევლია თუ ვიღაცა, ყველას მის სიკას აძრობს და თვითონ ამე ესმის ამ სისულელს იმას რა. ჯერ საიდანაც თქო რომ მე ვარ წერია, იქ რა ქვია, იახვეს ადგილას. არც საეკლესიო კალენდარში არ წერია, არც არსად არ წერია. არც ოქრო პირი არ ამბობს მაგას რომ იეჰოვა მამა ღმერთიო. სად ამბობს ერთი სტროფი მანახეთ, ან ოქრო პირი, ან რომელიც წმინდა მამა ამბობს რომ იეჰოვა იესო ქრისტეს მამაა. საიდან რეებს ბოდავს ეს ბიჭი? იახვეო არისო იესო. აგე ლაივი დამიდო YouTube-ზე. არაშლიან, იდოს პრობლემა არ მაქვს, იდოს, მაგრამ ხო უნდა დაფიქრდეს ნორმალური ადამიანი, რომ იესო იახვე არ არის არა. და თუ იახვე არ წერია, ახალ აღთქმაში წერია ცაბაოთი უფალი. ცაბაოთი უფალი პირდაპირ ებრაული სახელი არის, ცაბაოთი ებრაელების ღმერთია. აგე თუ ჩემი არ გიჟდა, წადით ქაშვეთის ეკლესიაში პირველ სართულზე ჩადით და კანკელზე აქეთ მამა ღმერთის ცაბაოთი უფლის ხატი არის და ცაბაოთი აწერია. მამას უგრეთ როცობდა ხოლმე მაგ ხატს. ეგ არის ებრაელების ღმერთი. მაგ ღმერთს გათაყვანებინებენ იესოს სახელით. იესო არ არის იახვე. და ესენი მეუბნებიან რომ არა იესო იახვე არისო. მაგის გულზე შემიძლია სხვა კი არაფერი. და კიდე სხვადასხვა რაღაც საკითხები, თუნდაც ეს ახსარებას რო იბარებენ. სად იყო ახსარებები ეგეთი სისულელეები თავზე გადაგაფაროს წაკუხონ და რაღაცა გაურკვეველ ნივთებს ამ გამთხოვინონ. სად იყო ეგეთი ახსარება? ან სახარებაზე კოცნით, როდის იყო რომ შენ ცოდები მოგეტევება და ცოდებს აღიარებ. ახსარების ჩაბარება ცოდების აღიარება არა, ახსარების ჩაბარება არის წმენის აღიარება. რამდენად სწორ წმენაზე ხარ და რამდენად საღათ აზროვნებ, ეგ არის ახსარება. რა არის ახლა ამას რა ახსარება უნდა ჩაუბარო? კაცი წვერ გაკრეჭელია და მეორე წვალებე ბართლომეოს ეპატეჟება აქ ჩამოსასვლელად. ხო, ერთი რწმენა კითხულობენ ნიკეის მწავს ბაზარი არ არის. ისინიც ერთი რელიგიაა, მაგრამ როცა ჯურის კანონით სამხილებული არის ბიზანტიის ეკლესიას სქიზმაში, რა უნდა შენთან კაცო ამ კაცს? რას ეპატეჟები? იახვე არის იესო ადამიანის სახითო მოევლინა. იახვე არის იესო ადამიანის სახით მოევლინა. ო აბა, მაგის ხმა როგორ შეიძლება? ანუ ტრანსცენდენტული ღმერთი განკაცებულა ძეში და ის მოსულა. მაშინ ზეციდან ვისი ხმა გაისმა? ძე შეღაღადებს აქედან და მამა პირდება ზეთიდან განადიდა შენი სახერო და მამა პირდება ზეთიდან განმადიდა და კვლავაც განმადიდება. რა, თუ ზეთიდან გაისმა საკუთარ თავს დაპირდა? თუ ის იყო თვითონ ზეცაშიც? თავის თავს პირდებოდა, რატო გამოყავს მამოდაზე მარტო არა? აი ეს მივწერენ კლიპებსაც ნიკო თუ რაღაცა როუდეთ იქა. ჯაკობ 777-ო და პასუხი ვერ გამცა დაბლოკა ყველა SMS-ი წაშალა. მაგის YouTube-ზე და რაღაც ყუნდათ რომ რას თვითონ ყურსებული ელემუნება ის მიაწოდონ ხალხს და დააჯერონ რომ აი ჩვენ მართლმადიდებლები არ არიან ესენი არიან წვალებელები, სექტანტები არიან. იაღოველები არიან შეფარულეთ ესენი. ცილის მწამებლები.
გავაგზავნოთ ერთი, აი რომ უფლებას გვაძლევს ოქროპირი ქრისტიანებს რომ ვისაუბროთ სიმართლეზე. მაგრამ ეს მან მასწავლებლებსაც ატომ არ უთხრა, რა ნებისმიერ თქვენგანს თუ კი მოისურვებ შეუძლია მასწავლებელი გახდეს. თუ სხვისთვის არა საკუთარი თავისთვის. როცა იმ ყველაფერს ისწავლი, რისი დაცვაც უფალმა გადაგიწესა, მაშინ ამით მრავალ მიმბოძველს შეიძე. სანათურს რომ ცანთია, ბევრი სხვა სანათურიც ანთებაც შეუძლია. ხოლო როცა ჩამქრალია, სინათლის გამოცემა საკუთარი თავისთვის არ შეუძლია და ვერც სხვა სანათურების ანთებას შეძლებს. ესე იგი, ჩვენი მოვალეობა არის, რომ ჩვენ რომ ვანათოთ და სხვებსაც გავუნათოთ. ჩვენ თუ არ ავანთეთ ჩვენი თავი და ჩვენ თუ არ ვილაპარაკეთ, არც სხვა არ აინთება და არც სხვაში არ გაჩნდება იმის სრული რომ ილაპარაკოს. ასე რომ ყველა ქრისტიანის ვალდებულება არის ვისაუბროს ჭეშმარიტება და სიმართლე რაც არის, ხო? ეხლა ნახე რა ხდება. როცა ხედავ რომ ადამიანი იღუპება, არასწორ სწავლებას ასწავლის და შენ თავს უკრავ და ხო ნახე რა მაგარი ტიპი ხარ და არ მიდიხარ და არ ეუბნები რომ ესე არ შეიძლება. მოდი იმ ადამიანსაც შევეკითხოთ, მოდი დავუჯდეთ და ერთად იმას ვისაუბროთ, ვინ არის სწორი და ვინ არ არის მართალი. გავარკვევთ ერთმანეთში, ხო? არა, ესენი როგორ აკეთებენ, ნახე, საჯაროდ, აბა მე დამეკითხე ლაივი რო ჩავწერე. მე შემეკითხე და პასუხი გავეცე, მე უფლება მაქვს ყველასთან მივიდე და სადაც დამპატიჟებენ, დავუჯდე და ვისაუბრე ნებისმიერ თემაზე, რაც მე მესმის და რაც მე მისწავლი. თუნდაც ახლა რო ვაკეთებ ამას. ხო. მე საერთოდ უარი ვუთხარი, არ დადო ჩემი ლაივები, არსად მეთქი, მაგრამ გააკეთეს, იმიტომ რომ ხალხი დაინტერესდა. როგორ, იმიტომ რომ სიმართლეს რო გაიგებ ადამიანი იმას დამალაო. თვითონ ამობენ, წყალი რომ მოგწყულდე, წყალს არ დალე, ხო და წყალი რომ მომწყულდე და წყალი რომ დავრიე, იმიტომაც მინდა რომ სხვებსაც დავალევინო. და ვილაპარაკო და რატომ ეშეთ ამის უფლებას? რატო არ მწვალებელი, რა თქვი მწვალებელი? თუ იესო მესია იყო, გამოდის რომ ღმერთი არ იყო. აბა როდის იყო რომ მესია უზენაესის თოლი ხდებოდა, ან უზენაესი მღვდელმთავარი ხდებოდეს? როდის იყო ეს? სად წერია ეგ, რომელ ებრაელს და რომელ ჯულში წერია ეგ, რომ მესია უზენაესის თოლია? სად წერია ეგ? რეებს იგონებენ ესე. თავს კი არ უტოლებდა, უზენაესი თვითონ იყო. თუ უზენაესი თვითონ იყო, რატო უტოლებდა თავს მაშინ? რატო იძახდა რომ მამას უტოლებდა თავს? თვითონ არ იყო მამაც კაცო? ესე იგი რამხელა მკრეხელები არიან, ესე იგი იესო იეჰოვა იყო. თუ იეჰოვა იყო, გამოდის რომ ჩვენ ებრაელების ღმერთს ვცემთ თაყვანს და არა ქრისტეს. ნამდვილი იესოს. და არც ერთი მე ტაძარში მღვდელი არ მინახია, ვინც იესოს ახსენებს. ერთი გიგნაძე იყო და იმანაც აურიებულს, იესოს რო ახსენებდეს სახელს. სულ დაივიწყოს ყველაფერი, დაჟე ისევ ეგოიმიო და იახვეო და რაღაც სისულელებს იძახიან კიდე. ერთი ეს ეგოიმიც კიდე ინადა ჩავწერე რა. ტერმინი მე ვარ, რომელიც ვარ, ეგოიმი არ არის. ეხი ხაშერეხი ეწერია. ანუ ამით იეჰოვა რო იძახის მე ვარო, ეგოიმიო, ხო? ეს ესენი რომ ამობერო მას ეწერიაო და იახვეს ნიშნავს, რომ იახვეს არ ნიშნავს მე ვარ. იმიტომ რომ გამოსვლა 3:14-ში იახვე არ წერია, რომ იქ მე ვარ ეთარგმნათ. სულ სხვა რაღაც წერია, ეხი ეხშერია, ეხი ეხ სახელი არ არის. ეხი ეხ არის ეპითედი, მაგალითად აქცევინებს, იქცევა. და არა ვარ. მე ვარ, როცა ამბობს იახვე, ხო? გამოდის საკუთარ თავს, საკუთარი რაობით შემოსაზღვრავს. არის და ვის უმტკიცებს რომ არ არის. მე თუ ვარ ვის ვინმეს დავამტკიცებ რომ ვარ მეთქი ვეტყვი? რო შემეკითხები რა ქვია, მე ვარს ვეტყვი? თუ არა, სახელს ვეტყვი, ხო? მაგრამ ის ამბობს მე ვარ, რომელიც ვარო, მე ვარ გზავნისო ესე უთხარია. ესე იგი მე ვარ არ არის სახელი. არამედ აღმნიშვნელი მოქმედების ზნა არის. ანუ ხარ და ვის უმტკიცებ რომ არ ხარ? ხო ხარ. ესე იგი საკუთარ თავს შენ თო შემოსაზღვრავ და ამხელ საკუთარ თავს, რომ მე ვარ. კი მე ვარ კი არ უნდა ეწეროს. უნდა ეწეროს რომ ყოფი. და ძველ მცხეთურში ყოფი წერია. მე ვარ ყოფი კი არ წერია, ყოფი არის. ყოფი ნიშნავს რომ ანუ ის მასთვის არ არსებობს წარსული და მომავალი და ის ყველაშია, ყველაფერშია. მომავალი საუკუნის ღმერთიც არის. წარსულიცაც არის. ყველა არ არსებობს მასში ეს რაღაცა დროებითი ცვალებადობა და შეცვლა. ის იტყვის და აღარც გადავა. ასე რომ იახვე არ ნიშნავს მე ვარს. პირიქით ამ უხში საერთოდ არაა ნახსენები იახვე, ასე რომ ვინც იძახის რომ იახვე ტოლია მე ვარს და მე ვარ ნიშნავს ეგოიმი ნიშნავს იახვეს, ის აშკარად თაღლითობს, ის არის თაღლითი ადამიანი. აი მაგალითად ივერი მერკულაძე არის თაღლითი. გადაშალეთ გამოსვლა წიგნის 3:14 ებრაული ვისაც გესმით და წაიკითხეთ, საერთოდ არ წერია იახვე. მე ვარ, სადაც წერია იქ იახვე არ არის. დაჟე 1992-ის კალენდარი გადაშალეთ, მე 302 გვერდია თუ არ ვსწრები 302. იქაც პირდაპირ წერია რომ სადაც იეჰოვა წერიაო, იქ თარგმნეთო ჩვენო უფლათო და არა მე ვარით. მაშინ თარგმნდნენ რომ იახვე სადაც წერია, თარგმნით მე ვარ და არა უფლათი. უფალი მე იღოიმი არ არის უფალი. რაც შეეხება გამოთქმას მე ვარ ბერძნულად ეგოიმი, ნიშნავს პიროვნების აღნიშვნას ბნას, რომელიც ადასტურებს რომ ის არის აქ ამჟამად, ამ დროის განკუთვნილ მომენტში. თუ იმე ამტკიცებს რომ ტერმინი ეგოიმი ნიშნავს მარადიულ მყოფ არსებას, მაშინ გამოდის პავლეც მარადიულად დარჩა ცოდვილი, როდესაც ამბობს
ცოდვათა შორის პირველი მე ვარ. იქაც ეგ ტერმინია გამოყენებული, ego imi. ცოდვათა შორის პირველი მე ვარ, მაშინ თუ ეს მარადიულ ყოფობაზე მიანიშნებს მე ვარ, მაშინ პავლეს აღარ უნდა ეთქვა, ხო, შემდეგში, რომ უმცირესია წმინდათა შორის, ხილად ეფესელების 3-ის მესამე თავის მერვე მუხლში. ცოდვილი და თანწმინდანი არსებობს ასეთი ფენომენი მართლმადიდებლობაში? პავლე კი საკუთარ თავს თვლის ცოცხალ წმინდათა შორის უმცირესად. თუ ის მარადიულად ცოდვილად თვლიდა თავს და ცოდვილი იყოს სიცოცხლეშივე, გამორიცხულია, რომ სიცოცხლეშივე წმინდანი ყოფილიყო. ამას მართლმადიდებლობა არ ემხრობა, სიცოცხლეში წმინდანობის არსებობას უარყოფს მართლმადიდებლობა. ესე იგი პავლე საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და ესენიც თაღლითობენ, როცა იძახიან, რომ მე ვარ ნიშნავს მარადიულ მყოფ არსებას. გამოდის, რომ პავლე მოციქულით თუ ხმარობთ მე ვარ, რომ მარადიულად ცოდვილი ყოფილა მაშინ. ცოდვათა შორის პირველი მე ვარ, რომ ამბობს მარადიულად ცოდვილი ყოფილა. არანაირი წმინდანი პავლე არ ყოფილა მაშინ, თუ მასე ვიმსჯერეთ. მარადიულად ცოდვილის ნიშნავს მაშინ მაგაგებით. მას ეხა იესოს თქვა, რომ მე ვარ გზაო, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სინათლეო, მაგრამ სინამდვილეში მე ვარ გზა, მარადიულად გზა ხო არ არის. გზა არის სრულდება აქედან იქამდე მივყვანი, ხო? როგორც პავლე მოციქული ამბობს. შუამავალი ერთის მიმართ არ არსებობს, რადგანაც ღმერთი ერთია. ხო, აქედან იქ თუ მიდიხარ და ვიღაცას მიყავხარ, ის თვითონ არ არის ის ვისთანაც მიყავხარ, ანუ გზა არის, მიმყვანებელი არის. იმასთან ვინც თვითონ არ არის, ანუ მამასთან. როგორ იძახია, რომ საკუთარ თავთან მიიყვანო. მაშინ ვის წინაშე უნდა მთავრობს იესო ზეცაში? ვის უწოდებს მამას? ერთი გავაგზავნოთ, აი კიდე ოქროპირი რას ამბობს, თვითონ ამ ტექსტებსაც არ კითხულობენ, ისი ეშინიათ. კურთხევა აიღეო, ბიჭო, კურთხევა კი არა, თვითონ ოქროპირია, ოქროპირი მოუწოდებს თავის მრევლს, რომ იქადაგონ სახარება, ყველას უკადაგონ, აგერ ეს არის მე-18 ტომი, კიდევ ვიმეორებ. 179 გვერდი შეგიძლიათ თქვენ თუნ წაიკითხოთ. ხო, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მართლმადიდებლებიო და ისა მასწავლებლებიო და ასწავლოთ სხვებსაც. მართალი ცხოვრებაც ასევეა, როცა ჩვენში მყოფი ნათელი აინთება, მაშინ ჩვენ სხვებისთვის მაგალითი გავხდები და მათგან მრავალი მოსწავლე და მასწავლებელი შეგვიძლია გავიჩინოთ. ხედავთ? სმენელებისთვის სარგებლობის მოტანა იმდენად ჩემს სიტყვებს არ შეუძლია, ნახეთ? სმენელებისთვის სარგებლობის მოტანა იმდენად ჩემს სიტყვებს არ შეუძლია, თუ რამდენადაც ჩვენს ცხოვრებასო, განაჩემსო რა, ჩვენს ცხოვრებასო. აი რომ შეხედავენ, რამდენად სიყვარულია თქვენ შორის, რამდენად ერთობლიობა არის, სიხარულია, სიყვარულია, ხო? ამ ყველაფერს შეხედავენ, ირწმუნებენ და გაუხარდებათ, ყველას მოუნდება თქვენთან მოსვლა, მაგრამ როცა ხედავთ, რომ იქ ამდენი ცუდი რაღაც ხდება, ამდენი უწმიდურობა, თვას ხუჭავენ ყველანაირ ბოროტებაზე და უბედურებაზე და ხმის ამოღები არავინ არ არის, დაჟე ვინც ხმას ამოიღებს, იმას აჩუმებენ. იქ უკვე ადამიანი, რა ვიცი, რა უნდა იქ? წევლის ქვეშ არის, აბა რა არის, ხა, რომელ საქმეების გადარჩენაზეა საუბარი. ხო, გავაგზავნოთ აი ასე მომს. მართლაც დაუშვათ თუ კი არსებობს კაცი ვინმე ღვთისთვის მოსაწონი სათნოებებით გაბწყნებული, რომელსაც ცოლი ყავს. გამოდის ღვთისთვის მოსაწონი შეიძლება ისიც იყოს, ვისაც ცოლიც ყავს. შვილებიც, მსახურებიც, მეგობრებიც, მაშინ მითხარი, განა ასეთ კაცს უფრო მეტი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია ყველასთვის ვიდრე მე? ხედავ? ერის კაცო, ვისაც ცოლი ყავს, შვილები ყავს და ზრუნავს, განა იმას უფრო არ შეუძლია მეტის მოტანა თავისი ქცევებით და თავისი მოღვაწეობით ვიდრე მეო? უბრალოდ რომ ლაპარაკობო ამ ყველაფერსო? მე თვეში ერთხელ ან ორჯერ მისმენენ, ან და შესაძლოა არც ერთხელ. რასაც მოისმენენ, იმასაც შესაძლოა მხოლოდ ტაძრის ღრუბლამდე იმახსოვრებენ და შემდეგ ყისრად ივიწყებენ. მაშინ, როდესაც როცა მის ცხოვრებას გამოდმებით უყურებენ, ამისგან უდიდეს სარგებელს იღებენ. მართლაც თუ კი იგი როცა შეურაცხყოფენ, ამისთვის შეურაცხყოფითვი არ მიუძღავს, მაშინ თავისი თვინიერებით განას ირცხვის არ აღძრავს და აღბეჭდავს იმის სულში, ვინც იგი შეურაცხო? ხედავთ როგორ განმარტავს ოქროპირი. მეორე თვეში შეიძლება ერთხელ ორჯერ მომისმინონ და ისიც დაავიწყოთ, როცა ტაძრიდან გავლენენ და შეიძლება საერთოდ არავინ მომისმინოს, მაგრამ იმ ადამიანს, რომელიც მოქმედებს, თოლშვილი ყავს, დადის მოღვაწეობს, კარგ რჩევებს იძლევა, განა ის უფრო მეტად არ შეაყვარებს ხალხ ღმერთსო, ვიდრე ჩემი ლაპარაკიო? როდესაც შეაგინებენო და ისაპასუხოთ არავის არ უპასუხებს და თავისი სულიერი სიმაღლიდან ის შეარწმუნებს იმ ადამიანს, ვინც მის წინააღმდეგ გამოდის და არწმუნს, ხო? ანუ ჩვენზეა ლაპარაკი. დადგე მარტო და უდესუსმინო და ეპისკოპოსი, თან ეს მთავარ ეპისკოპოსი იყო ოქროპირი, პატარა რანგიკი არ აქვს ოქროპირის. ხო და ოქროპირი ავაკერიათ პირის და ოქროპირის ნაწერებს არ კითხულობენ, არ აინტერესებთ. აი თუნდაც გალატეთა ეპისტოლების განმარტებაზე რა აზრის არის ჯულის გაუქმებაზე. რომელ არონიან მოსეს საცაცხველი სად იყო იმ დროს ხალხო რა რებს არ ვიცი მე უბრალოდ საიდან მოვხდ ესეთი რაღაცები. მე ვან აბსურდამდე რომ მიდის ეგ ყველაფერი ვერ ხვდები, თუ წმინდა წერილი თანახი იახვემ გადმოსცა მოსეს და ასე შექმნა მონოთეისტური რელიგია სახელად იუდაიზმი, თუ ებრაელები ღმერთის რჩეული ხალხია და
სხვა ღმერთი ამ სამყაროში არ არსებობს, მაშინ ვინაა საერთოდ იესო? იესო სხვა ღმერთის შვილია და იეჰოვა სხვა ღმერთია? ესე იგი ისე პოლითეიზმში ბრუნდები და დავაბრუნოთ პოლითეისტური ღმერთების პანთეონი. ზევსი, თორი, პენური, ველესი, კი კეცალკოალტი, ვირაუკოჩი, კუბა და ასე შემდეგ. ხო, ნუ მოკლედ თუ იახვე იესო არის, მაშინ გამოვიდნენ და თქვა, რომ ჩვენ ებრაელების ღმერთს თამას და ეგ არის ყველაფერი და დამჯერი ღმერთის და ბავშვების და ქალების ჩამხოცა უწყო. პირველი მეფეთას მე-15 თავი წაიკითხეთ, როგორ იწყება. რას ავალებს ისრაელი ერს ღმერთი. ქალები და ბავშვები დახოცეთო. პირუტყვებით, აქლემებით და ყველაფერი. პირუტყმა რაღა დავუშავა კაცო, არ გირა. ან ის ხარებს რო წავდნენ, სრულად დასაწყვეტად ხარები და ვაცებს რო უწავდნენ. 1000 ხვარი და ვაცები რო დაუწვა იახვეს დავითმა. იესოს დაუწვა ისინი, იესოს რა შეჭირდებოდა ეს ახსავლენი მსხვერპლები, რომ ცხოველები დაეწოთ იქ იესოს წინაშე. მართალია ეს უკანასკნელი ბოროტების შედეგად ან სირცხვილის გზნობის სამღელვარების გამო ამ სარგებელს მაშინ ვერაცნობიერებს, მაგრამ მას შეუძლია გონს მალე მოიგო. შეუძლებელია რომ ყველაზე თავხედმა ადამიანს კი თუნდაც ხეცი იყოს, თუ კი უბოროტო ადამიანს შეეჯახება, მისგან ისე წავიდეს, რომ დიდი სარგებელი არ მიიღოს. ჩვენ თუნდაც სიკეთეს არ ვაკეთებდეთ, მაინც ვაკეთებთ და გვიკვირს იგი. ზუსტად ასევე ცოლიც, რომელიც ერთი თავისი ქმრისგან თავდაბლობას ხედავს და მუდამ მასთან ერთად არის, ამისგან უდიდეს სარგებელს იღებს, ასევე ბავშვიც. ხედავთ, აი მე ჩემ პრაქტიკაში მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ გადამემტერნენ და მომიგზავნეს სამსახურში ერთი ტიპი, რომ ჩემი პროდუქცია დაესახიჩრებინა, ასე ვთქვათ, ჩაემტრია იქ რა. გაენადგურებინა და ჩემს ნამდვილად წამოსულიყო და იქ რაღაცა შეხრა-შემოხრაც ჰქონდა სიტყვიერი რაღაცები, მაგრამ მე როგორ გავაკეთე იცი? სანამ ის მოვიდა და დაალაგებდა კვერცხის შეფუთებზე მუშაობდი. კარგოში და სანამ ის მოვიდა და მე ულაგებდი ჩემსასაც და მისასაც ვალაგებდი და რომ მოდიოდა ხოლმე ვინ დაალაგაო და რომ გაიგებდა რომ აი შენ რო ვისაც ემტერები იმა დაგილაგაო, იცი აი ემართებოდა ხოლმე აი სირცხვილი კი აი მე ბრაზდებოდა რაღაცა აი ვინ გითხრა რატო წაავლე ხელი არა და მართლა თარიღები ყველაფერს კარგად ვაკეთებდი აბსოლუტურად. უბრალოდ სიმსიბოროტეს ასაც მიკეთებდა მე ხო? წიხლების დგებოდა მიმტრევდა ხოლმე პროდუქციას, ესეთი ბევრი დაზარალებული პროდუქცია გამქონდა ხოლმე. რაღაცებს წერდა იქ სახელზე, ამის პატრონი ესე და ესე რაღაც გინებებს ხო? სიკეთით დაუბრუნდა და ბოლოს დაახლოებით 6 თვეში ისე გახდა რომ ანუ თვითონაც დაიწყო ჩემს მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. რაღაც ლოიალური გახდა ჩემს მიმართ, იმიტომ რომ არანაირად არ პასუხობდი რა. ერთხელ ორჯერ იყო რომ შევაჯინე იქ აუწია და ჩუბიც რომ მივიდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი რომ სიკეთით გადამეხადა რა. არსებობს რაღაცა სულები რომ წყობინა გამოგიყვანე ხა ყოველთვის ვერ დაიცავ მაგას რა. მაგრამ რაც მეტად დათესავს სიკეთეს ბოროტების წინააღმდეგ, ხო ის იმას ცხენია და უკვე გამოდის რომ ვინც ეტაკება კეთილ ადამიანს, ხო, ვინც კეთილს ცდილობს. იმ კეთილს ვინც ცდილობს, უნდა იცოდეს რომ ბოროტება ყველა ვარიანტში ხდება სიკეთის ასანაცვლოდ. მე სიკეთეს იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ სიკეთე გადამიხადო. მე ვისიკეთეს რომ ვაკეთებ, ვიცი რომ ეს ჩემი სიკეთე იმ ბოროტებას შეცვლის, აუცილებლად შეცვლის. იმიტომ რომ ჩემ პრაქტიკაში მოხდა ეგეთი რაღაც. და ძალიან იესომაც ეგრე გააკეთა, შეცვალა. თავისი სიკეთი და ესეთი აქვია აწამებდნენ და არავის ემუქრებოდა როგორც პეტრი ამბობს, ხო? თავისი ასეთი მიდგომით ადამიანების მიმართ, ხო? რაღაცა ცვლილება გამოიწვია, არ არსებობს ადამიანის რაღაცა შინაგანად სადაც ღვთის ხატება არ არის, ანუ რაღაცა სინდისის ხმა მაინც არ არის და ის თუ გაღვივდა და ის თუ ადამიანს ერთხელ მაინც მოხდა შერცხვენა შინაგანი მდგომარეობის, ხო, აი რას მიშოვებს ადამიანი, ხო, აი ამხელა ბოროტებას უკეთებს და კიდე სიკეთით მიხდის. უკვე შინაგანად უჩნდება სირცხვილის ზნობა. და თავს განებებს და უკვე თვითონაც იცვლება რა. იმიტომ რომ საწოდავები არიან, აბარეები არიან ხალხო, გაუაზრებლად მიდიან და მკვდარს ეხებიან. როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? ხო დატირება გამიგია ხო ისა ერის მამაო, რა ის ერის მამაა, კაცო თუ ერის მამაა და ოსების მამაც არის, რუსების მამაც არის და ქართველების მამაც არის, რას ვუმოვდით და რას გადაგვიმტერა ეს ხალხი. სად არის დაპირებული აფხაზეთი? თუ ერის მამაა. სადაა ერის მამა, კაცო ბავშვები შიმშილობენ და ემიგრაციაშია წასული ხალხები და შენც და ჩემ ბიჭო ახალგაზრდებსაც ეუბნება წადით უცხოეთში იქ ნახეთ, აქ ნუ აკრიტიკებთ და ნუ გაკრიტიკებთ. თუ არ მოგწოთ, იქ წადით და იქ მოსიჯეთ. არ მინდა ძმაო, მე აქ მინდა რომ ჩემი გზა და კვალი ვნახო და ჩემ ხალხისთვის ვიყო ანთებული ლამპარო. რა შეგიძლია მე გერმანიაში და უცხოელებთან წავ. აქ ჭირდება მე. არა, აქ ესენი უშლიან ხალხს და ესენი არიან მოსასპობის გასაუქმებლები, აბა ვინები არიან. სულ უნდა გაუხდეს ეს საპატრიარქო და ეს მღვდლები საერთოდ ყველა უნდა გაუხდეს. ვისთან მიდიხარ, სად მიდიხართ იქ მე აზიარა ვარ. პიტაპი იძახიან რომ ელიახვე არისო სახელი კაცმა აღიარა რომ ესე იგი ქრისტიანთა ღმერთს ქვია ელიახვე და კიდე იმასთან მიდიან. რა ვიცი მე რო ეგ ვამბობდი 4 წელს უკან მაგაზე
ისამე სამების მიხედვით იესო ქრისტე ძველი ათმოსმერთ ელიახვია მეკეს დედის პოჭი მაკინეს. შენ რა ის მართლმადიდებელი ხარო შევერწყობს აყენი მართლმადიდებლობას. ეხლა თვითონ იძახიან რომ იესო იახვე არის. და იმას არავინ არ ეხებიან, просто სირცხვილია. მაგის გულზე ამიგწერეს გალობა რომ ღვთისმშობლის მანად ქალწულობას უარყოფო რომ ამბობო რომ არ გაკარებიან მანამდე სანამ მიდრე აშვაძეო და აგერ მამა გაბრიელია წმინდა მამა გაბრიელი რომ ეგ სადაც წერია მათი სახარებაში მკრეხელობაო. და თუ მამა გაბრიელისათვის მკრეხელობა იყო, ესე იგი მეც სწორად დავსვე ეგ საკითხი, ხო ეკლესიაში არ უნდა ეწეროს მე. გამოდის რომ თუ მეორე ცოლი არ იყო ღვთისმშობელი იოსებისა, მაშინ ვის გაყავდა ეს 4 შვილი? კითხვა დავსვებოთ, ხო შეიძლება? იგივე ჭარტალებს იგივე ერის და არავინ იმას ხმას არ ასცემს და არავინ არაფერს არ ეუბნება. და მე რო იგივე ვთქვი 4 წლის უკან. ეგრევე გადარეკეს საპატრიარქოში იქ აქა დაფასულდნენ და მოინანია გალობა შეგიწყდა. და ეგეთ ხალხის მიმართ პატივისცემა უნდა გამიშთეს მე? და მე რო ეძახიან დაბოღმელიაო და აგრესიული არის. აი თქვენ დააყენეთ ჩემ თავზე ადგილას თქვენი თავი და მე მიხვდებით რეებიც არიან ესენი და ღირს თუ არ ამაძე საერთოდ ნერვიულობა რა. იუდეველი რაბინები თვითონ იძახიან ვინ არის მათი ღმერთი, არ მოგესმენიათ იუდაიზმი სატანა არის ღმერთიო. იახვე ხო, საბოლოოდ იახვე დამსჯელი ღმერთი არის. მე რა ვისაც ვიცნობდი ღვთლებზე შევეკითხე, ყველა მაგა მითხრა რომ ჩემი ღმერთიო დამსჯელი არ არის და თუ დამსჯელი არ არის, აგერ სემინარ აკადემიაში გასწავლიან რომ ეგო იმიო იახვეო, მოსეს ღმერთი ესო იყო და თაბორის მთაზე რო ავიდნენ მოციქულები და პეტრეს ეპისტოლეში წერია დიდების ხმა გაისმაო ნათლიდან ეს არისო ჩემი საყვარელი ძე რომელიც მოვიწონებ. ვინ ელაპარაკებოდა ამ იესოს? მამა ღმერთი, ხო ის მამა ღმერთი არ განკაცებულა, ტრანსცენდენტული არ განკაცებულა. თუ არ განკაცებულა, ესე იგი ცალკეა, ხო? თან ცალკეც არ არისო ძე ღმერთის გარეშე მამა ღმერთი არ არსებობს. რა იცი იყავი ნახე კაცო. თვითონ იესოს რომ მამა ჩემის არც ხატება გინახავ თუ არც მისი გამოსახულებაო და შენ საიდან ამტკიცებ რომ იესო იეჰოვაა? ნუ მე არ მესმის რა ვიცი რა. აგერ გალატელების 3:20 ჩაწერე და ნახეთ რომ ერთი შუამავალი არ არსებობს. მაგრამ ნახე წერილი იმასაც ამბობს რომ მე-11 თავი არის ესე რომელთა წერილს. ნახე წერილი რას ამბობს. მაგრამ არ აინტერესებს საერთოდ ბიბლია, ეგეც საკითხავია. აი ნახე რას გვეუბნება ჩვენ წერილი ეგეთ ადამიანებზე. როგორც დაიწერა, ესე იგი, მერე და რასაც ეძებდა ისრაელი, მას ვერ მიეწია, ხოლო რჩეულნი ეწინა, დანარჩენებს კი დაესოთ თვალები. როგორც დაიწერა, მისცა მათ ღმერთმა მთლემარე სული, თვალნი, რომელიც ვერ ხედავენ და ყურნი, რომელიც ვერ ისმენენ. ხედავთ, ეს წერია ესაია წინასწარმეტყველის 29 თავის მე-10 მუხლში. რადგან გადმოყვარა თქვენზე იახვემ ძილქუშის სული და დაგიხუჭათ თვალები წინასწარმეტყველნი და დაგიფარათ თავები მისნებოო. აი ვინც აღდგება თქვენ შორის სულ წინასწარმეტყველები და იქადაგებდა არ ახდებაო, გაიყვანეთ და ჩაქოლეთო. რომელეთ დაგისახელოთ? მეორე მოსვლა პატრიარქის სიცოცხლეში მოხდა? არა, ესე იგი სულ წინასწარმეტყველი ყოფილა. არ შეიძლება კაცი წმინდანად აღიაროს. კაცი რომელიც წინასწარმეტყველებს არ ახდება, ის წმინდანად არ შეიძლება აღიაროს ეკლესია. ნუ მე არ ვიცი საიდან რას ამტკიცებენ, ან ვინ არის ის ვინც ამათ სიწმინდეს ზომავს, რას აზომი ზომავენ სიწმინდეს. ხო რაც ცხოვრებაში იცხოვრა და ილაპარაკა, იმის მიხედვით წონავენ სიწმინდეს. ესე ვიცი მე. და წმინდანი უნდა გავიდეს ერთი 40 წელი რომ მე შერაცხონ წმინდანად. პიროვნება და ესენი რავი ჰოპ უკვე წმინდანიან უკვე სიცოცხლეშივე წმინდანები არის. თან მართლმადიდებლობა სიცოცხლეში წმინდანობას არ უარყოფს. ფრესკების დახატეს უკვე და ყველანაირად ეწინააღმდეგებია მეგობრებო, ესე იგი ბიბლია რომელი მასზე არის და ესე იგი წერია რომ ესეთი ხალხი ესე იგი ღმერთმა გადმოღვარა თქვენზე თვლემარე სულიო. და რაც შეეხება იმ საქმეებით გამართლებაზე კიდე ნეოს რო დაეტაკნა და რომელთა წერილიდან რომ მოყავს მე-11 თავის მე-6 მუხლში ნახეთ, მაგრამ თუ მადლის მიერ უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარ იქნებოდა მადლი. ხოლო თუ საქმეთა მიერ უკვე მადლი აღარ არის მადლი, თორემ საქმე აღარ არის საქმე. აი ეს მუხლები ჩამატებულია. ხოლო თუ საქმეთა მიერ უკვე აღარ არის მადლი, თორემ საქმე აღარ არის საქმე. ეს ჩამატებული ორიგინალში არ წერია. ხოლო თუ არ წერია და ეს ჩაამატეს, რა დარწმუნებულები ვართ, რომ აი ლუკას 23 თავის ბოლო მუხლებიც ვაფშე არ წერია ორიგინალში და ჩამატებული. ამდენი რამე თუ ჩაამატეს აქ, დარწმუნებულები ვართ ჩვენ რომ ეს თავიდან ბოლომდე ღვთის სულიერია? დარწმუნებულები ხართ რომ აქ ყველაფერი შეუცდომლად წერია? და ყველაფერი გადაუმოწმებლად უნდა მივიღოთ? ყველა თითოეული სიტყვა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. დავითის სიტყვები ყოველი კაცის სულ არსო იესოს ძმობის წმინდა საიდუმლოს ეწინააღმდეგება. იესომ თავისი საძმო დააარსა და ჩვენ რატო უნდა უყუროთ ერთმანეთს და ეჭვის თვალი და როგორც იახვე პოულობს თავის ანგელოზებშიც ნახ. დაჟე ანგელოზებმაც კი უღარათ ეს ანგელოზებმაც ხმერს.
შესწოდესო ხო შემწოდე ანგელოზებზე რო წეს მეორე პეტრეს წერილში პეტრე მოციქული რა შესწოდეს ანგელოზები უღალატ ეს ღმერთს იმიტომ რომ ქალებთან შევიდნენ და გოლიათები გააჩინეს რომელმაც ადამიანები ჭამა დაიწყეს რავი აბა რა გილაპარაკოთ რითი გაგახაროთ ამდენი მასა თუ ესე დაიბრმავებდა თვალებს მარტა არ წარმომედგინე და ძალიან გული მწყდება რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობ და რა მიკვირს ახლა მე რომ საერთოდ ეგეს თქვან რომ ისო იახვი არისო არაფერი აღარ გამიკვირდება მე ამათგან რა მართლა არაფერი აღარ გამიკვირდება აი 66-ე თავი არის ესაიას ბოლო მუხლი წაიკითხეთ როგორ მთავრდება ბევრი იქნებაო იმ დროს იახვეს დახოცენიო და სამუდამოდ ცეცხლისთვის იმეტებს უყოლას თავ როგორ არის ეს ეპისკოპოსი ამბობს რომ 154 და მარტო ებრაელები გადარჩებიან რომ სხვა სამყაროში გადავლენ აი არ ვიცი აბა 1000 წელი ქრისტე აქ როგორ მოდის იერუსალიმის ტაძარში უნდა გამეფდეს და ექილიას მორჩია სამეთყოლებად გამოაცხადეს მაგარი შარში ვართ ani ზიარება კიდე ზიარების გარეშე ვერავინ ვერ გადარჩება რო იძახია 12 მოციქულის გარდა ის 70 რა ჯოჯოხეთში გამოვშვა ქრისტემ კაცო ის 70 სადღა უყო 70 მოწაფეს ხო ყავდა ლუკას ახარებაში წერია მე თავში 12-ის გარდა 70 მოწაფე ყავდა ესე იგი 12 მოწაფე დაპატიჟა 12 მოწაფეაზე არის და დანარჩენი სოფეხებზე დაიგი და ის სადმე ჩანს ქრისტემ რომ პასექის სერობის გარდა სხვა განზიარება ჩაატარა არსად არ ჩანს ან აღდგომის მერე სადმე გამოეცხადა მოციქულები და ზიარება ჩაატარა ემაუსის გზაზე პური გატეხაო მაგრამ იქ ღვინო და ის არ დაულევია მარტო პური გატეხა და მე მიხვდნენ რომ მაცხოვარი იყო ძალიან დიდი სიბნელეა საქართველოში ეს ეკლესიის ბრალია დაღუპეს ადამიანები აი როგორ გითხრა რა ვიცი ესეთი რაღაცა როგორ უნდა ამოჭო მე რო ლაპარაკობდი 4 წლის უკან არავინ არ მიჯერებდა და ეხა რასაც ადრე მკრეხელობაში მithumდნენ ეხა თვითონ იმას ამტკიცებენ თვითონ თეოლოგები იმას ამბობენ მარადის გავწდობას უარყოს ღვთისმშობლის თურმე ღვთისმშობელი მეორე ცოლი არ ყოფილა იოსების აბა ის პირველი შვილები 4 შვილი და 2 გოგო ვისგან ყავდა თუ მეორე ცოლი არ იყო ღვთისმშობელი მერე ის თუნდაც რავი იახვეს სახელიც კი თუ რო ვიძახდი რომ იახვე არ არის იესო მეთქი და არც იესოს მამა არის მეთქი და ყურეთ მიაწერეს იესო ძველახმას მეთქი აგერ რა ვიცი პატრიარქმა ელიახვე უთქვაო ღმერთის სახელი ელიახვე არისო და აგერ ეს ივერი მერკულაძეს მაგას ისახეს რომ მოსეს თალზე რო ეჩვენაო და მე ვარ რო უთხრაო აი ეს იყო იახვეო და იესო იახვე არისო ამას თან საჯაროდ ამტკიცებენ ხალხ ურცხვად უსირცხვილოდ ასე ატყუებენ ხალხს თან იესომ ძველი ჯური არ გაუქმაო ბიჭო ძველი ჯურის მიხედვით მკვდართან შეხება ცოდვა არ შეიძლება კიდე ქალიშვილის არაფრის ფასი არა არაფრის ფასად უნდა გაყიდო რავი ეგეთი წესი არ არის მე სისხლის აღრევები კიდე დაძმასთან წובה რა ვიცი აბრაამს თავის დაყავდა იმას ლოტი თავის ქალიშვილთან დაწვა ეს არანაირი პრობლემა არ არის მოსესა და აარონის მამას ყამრამს იოქაბედი ყავდა თავისი მამი დაცოლა და ეს პრობლემა არ არის და არც თქვენთვის არ უნდა იყოს მაშინ ქრისტიანებისთვის ეგ პრობლემა თუ თქვენთვის მისაღებია ეს მოსეს თორა და იახვე და ეს და იძახით იესო იახვე არის იმდენი ხალხი რო გაჟუჟა იქა ცეცხლით ელია სამეთყოლმა ამდენი ადამიანი ჩახოცა კიშვენის ხელში და ეს ყველაფერი გამართლებულია ის ღმერთმა დაავალა და ალბათ ესე ჩათვალა საჭირო და იქ საულს რო აგაგ მეფე მოაკლევინა ალბათ თქვენ ყოფილიყავით იმ აგაგის მაგივრად და მე ყოფილიყავი საულის მაგივრად რა რთულია იცი როგორ ხა კაცმა არაფერი არ დამიშავა მეფეა თავისი ქვეყნის და მოდის ახლა ვიღაცა ებრაელი პიტალო და იახვემ დაავალა რომ მოკლას და არ კლავს просто ჯიგრურად დაგიმეგობრა მეფემ და შეთანხმდით მაშინ არ მოკლა და მე იახვე გაბრაზდება და ბოროტს შეუშევს საულს იმის გამო რომ აი მეფე აგაგი არ მოკალიო და სამუელს ავალებს და სამუელი კლავს მე მეფე აგავს მითაც სუფრაზე მეფის სუფრაზე როცა ჭამდნენ ვერაგულად და ეს ჩაითვალა ეს არის წმინდა წიგნი ვიძახი პორნოგრაფიითაა სავსე ამნონისა და თამარის დავითის შვილების ინცესტი ეგეც ჩაოლებრივი მოვლენა არავინ არ დასჯილა იქ და ბიბლიაში წერია მე რა მოხდა ცოლები მისცაო დავითის ცოლები თავის მოყვასებს მაკაცებს სამსიძაოთო დღისით მზის დაწვებიანო შენ და ახლა შენ დამიმალეოვესაო მე 4 გავაკეთებ ამ ყველაფერს ერთ ბოროტებას მეორე ბოროტებას უმატებს აი არ მესმის უბრალოდ რაღაც კაი დავითმა შესუდა ის ურია ხეთელი მოაკლევინა და იმის ცოლი წამოიყვანა რაღაც ბავშვმა რა დააშავა რა უკლავ ან კიდე დავითის ცოლი მარა დააშავეს რომ გააბოზე და სხვებიც მონაწილეობა მიაღებინ ამ რუშობაში ეს არის ღმერთის სამართლიანობა თქვენ ამას ეძახით უზენაეს გადაწყვეტილებას რომ ამაში ჩვენ არ უნდა გავასაჭირო და არ უნდა გავაკრიტიკოთ ეს არის უზენაეს და ეს არის იესოს გადაწყვეტილება კაცო
ლევან როგორ საინტერესო თემებზე საუბრობ, როდემდე ეს. აი წერია ღრმაძირი ფლემარი სული გადმოვლდა იახვეს ბრალია ეს. ეგ ხალხი ვინც ახლა მიდიან პატრიარქთან, ის უყველა იახვეს ხალხია. თელი სისტემა რაც არის, მე კიდევ ერთხელ დავწუნდი რა ეს რაღაცა დიდი ძალაა ეს იახვე რა. ეს პატარა ძალა არ არის. ამდენი ხალხი როგორ დააბნერა და როგორ დააძინა მე არა მარტო მე ჩემი თავი მგონია გამოგვიძებული მაგაზე გიჟდები ხოლმე. ესე იგი რა ცოდო ყოფილი ვარ მე ამ ხალხის ხელში. და რაზე მაქვს პრეტენზია რომ ლაივებში არ მისმენს ხალხი და ეგ რაღაც წიგნებს დაჟე წიგნებს რომ ბეჭდავ და ლაივებში გამოდივარ ეგეც საოცრება ხდება რომ მაგის ნებართვასაც საერთოდ მაძდებენ. დაჟე იმასაც მეუბნებოდა ხოლმე სემინარიაში კიდე ცოცხალი როგორ ახალ. აი ეგეთი ხალხი არის რა. მოკლავენ და მე ეტყვიან აგემ წვალებელი იყო და კაცშვილი აღარ მოგისმენს და დღესაც ლაპარაკობ ერთი კვირა გავა და აღარავის აღარ ემახსოვრება აგერ ოქროპირის მაგას ამბობს. გევა ლაპარაკობ და ტაძრის ღუბს როგორც გასტები თუ გავიწლებათ რა ვთქვი. ილიამ მონათლა 5000 სინათლური რომ ყავს ეს არის დაძმის ქორწინება და სისხლის აღრევა. კი, ინცესტია. არ შეიძლება მაგათ ერთად დაუჯახება ჯულის კანონით. ფაქტურად გენოციდია რა ეს აი თუ სულიერებაში ვარ წყევლის ქვეშ არის. ჯერ ავიღოთ ის რომ საცეცხლის სახურება შემოიტანეს, კანკელები, ფარდები შეკერეს, ეს ძველი აღთქმის ღვთაება დააბრუნეს. რომელზეც ოქროპირი ამბობს რომ გაუქმებული არის. აგერ მე-21 ტომია ებრაელთა წერილის განმარტება ოქროპირის. ყველაფერი მაქვს აკითხული, ყველაფერს ვკითხულობ და რაც ვკითხულობ და მეტი ინფორმაცია მაქვს, ხო? მით მეტად მებრძვიან და პირში ბურჩრიან, რომ აბა შენ ეს არ გესმის და იმას ასწავლი, ბიჭო, საკუთარ დაწერილი დავკითხულობ, მე ხო არ ვიგონებ რაღაცებს. არც ეგ აღარ ვილაპარაკო, აბა რა გავაკეთო მაშინ? გავდგე და ამ დებილებს უსმინო, დებილები არიან, აბა რეები არიან ეს ზოგი ერთი მკვლელები გადმოდგებიან და ჯვარი ეს პატრიარქს ნიშნავს და ეს ჯვრები ჩვენა ვარ და რაღაც სისულელებზე. როდის იყო ჯვარი პატრიარქს ნიშნავდა ერთი ამას? ეკლესიაში არიან კაცი-ჭამიები და ილიამ დაამტკიცა, რაც სიცოცხლეში დათესა, ახლა ამოანთხია მკვდარმა. დავალებული აქვთ ვატიკანიდან ფულზე არიან გაყიდულები. სხვის სამსახურში დგანან. ნუ ეხლა ფაქტის სახეზე არის რომ ამათ უკან ებრაელებიდან. თავის პირით აღიარეს მე ხო არ ვიგონებ არა. ვაგე 4 წლის უკან ჩემი ლაივები YouTube-ზე მიდევს. წაითა გამწარებული ვიყავი მაგათ ხელში. აი 30 წლის ასაკში ვიყავი, როცა ამეკწერეს გალობა. მახათაზე გალობდი. აი ზუსტად მაგის გამო ღვთისმშობლის მარადქალწულობას რო შევეხე. კაცო მეორე ცოლი თუ არ იყო იოსების, აბა იოსებს პირველი ცოლისგან როგორ ყავდა ის 4 ვაჟი? ვისგან ყავდა? თუ იოსები მარიამი ღვთისმშობელი მეორე ცოლი არ იყო. კითხვა ხო ჩდება რა? თვითონ მე გიდებენ ისეთ საფუძველზე და მე რომ მამა გაბრიელის წიგნი არ წანაკითხა ეხლა. არც ვიტყოდი ამაზე. ესე იგი ის კაციც მაგითო მოიშორა ეფრემ მეორემ და ზიარება აუკრძა. ეფრემ მეორეს დასმულია ეს ილია მეორეც, ხო? იმას შეუწყო ხელი რომ ილია მეორე მოსული. თორე გაიოს კერატიშვილი უნდა და რომანუს პეტრიაშვილი უნდა ყოფილიყვნენ. და კიდე სამხარაძეო თუ ვიღაც არის ხო? მესამე, სამი კანდიდატი იყო. როგორც გავიგე ახლა. ხო. კაცი რომ წმინდანს ზიარებას შეუჩერა, ეფრემ მეორემ ზიარებას შეუჩერა ის წინა მამა გაბრიელს. იგივეს ლაპარაკობდა, რასაც მე ვლაპარაკობ ეხლა. არ უნდა ეწეროს მათ ესახარებაში, რომ არ გაკარებია მანამდე ვიდრე არ შვა ძე. არ უნდა ეწეროს და გადმოიღეს იქ დამასკელი ნახე რას ამბობს, დამასკელი უყურე რას ამბობს, ვიდრე არ ნიშნავსო მანამდე სანამ არასოდესო. საწერი არასოდეს. თუ არასოდეს ნიშნავს, აბა მამა გაბრიელი რატო ლაპარაკობს? გიჟი იყო? დებილი იყო რომ მაგას იცახის რომ არ უნდა ეწეროს კრხელობა არისო? და დამასკელია მართალი და მამა გაბრიელი არის მტყუანი? მაშინ რა ვიცი, რანაირად არის ორივე წმინდანად ამიხსენით რა. ვინ დაადგინა რომ გაბრიელი წმინდანი არის და ისიც წმინდანი არის, ვინც გაბრიელს უპირისპირდება. ან გაბრიელი უნდა იყოს წმინდანი, ან დამასკელი უნდა იყოს წმინდანი. როგორ შეიძლება ეს ორივე ურთიერთ გაუმრიცხავი, ერთმანეთს დაპირისპირებული მამა ორივე წმინდანი იყოს? არა კრიტერიუმებით გაზომეს რომ ხო, ილარიონ სამხარაძე კი. სამი კანდიდატი იყო, ჩემი მოგვარი იყო რომანუს პეტრიაშვილი, რომელიც სახში მოწამლეს პატრიარქს უბრალოდ წერილი მიწერა რომ დალოდებოდი ჩამოვიდოდი ქუთაისიდან, ხო, სადაც ცხოვრობდა. ჩამოვიდოდი და დავესწრებოდი შენ სახსაღდებას. პატრიარქის სახსაღდებას არც ერთი ქართული მღვდელმთავარი არ ისწრებოდა, სულ რუსები იყვნენ. რუსეთიდან იყვნენ. ისიონის საკათედრო, აი არჩევნებზე იყვნენ პატრიარქის სახსაღდებაზე. არჩევნებზე იყვნენ ქართული მღვდელმთავრები, არ ვიცი, არ ამგონია. მაშინ რატო დაწერდა პეტრიაშვილი რომანოზი რომ დალოდებოდი და ჩამოვიდოდი. იქა სიონის საკათედრო ტაძარში ეზოში აღსაფრავია რომანუს პეტრიაშვილი. გაურკვეველ ვითარებაში იქნა მკვდარი სახში იპოვეს მკვდარი. მაგისგან მაგ წერილის მერე პატრიარქს რომ იწერა რომ დალოდებოდიო და ჩამოვიდოდიო და მონაწილეობას მიიღებდი შენ სახსაღდებაზე. აი ეგეთი რაღაცა ბურუსით მოცული არის და რატო უნდა გაგვიკვირდეს? რაღა არის გასაკვირი ხო? არ არის ჩვენ წარჭავოდესი არ იყოს ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდესო. არაფერი არ არის ჩვენი, ბიბლიაც კი ჩვენი არ არის, წარმოვიდგენიათ.
ქრისტეც კი რომელსაც დღეს ღმერთად გისაღებენ, არც ის არ არის ჩვენი ღმერთი. ებრაელების გამოგონილია იგი, საგეთ დაწერეს ბიბლიაში. ბიბლია რო გაწიო, ქრისტე არ არსებობს. იმიტომ თლიანად ქრისტე ბიბლიაზეა მიწებებული, იახვეზე არის. ეგრეა, თავის პირით აღიარებენ, რომ იესო იახვე არის. ჯერ გიზა შეირაცხეს, მე წმინდანად, მამა ნიკოლოზი წმინდანად შეირაცხება, მე ასე მგონია. მამა ნიკოლოზ ადრესს ვიძახდი ხოლმე, ცოტა ეხაც ვიტყვი. თუ წმინდანი ამბობს, რომ ჩემს შემდეგ გაბრიელი ნიკოლოზი იქნება, რატო არ უნდა დავუჭეროთ ხო? ხო ამბობს მაგ სიტყვებს მამა გაბრიელიო, ჩემს შემდეგ ნიკოლოზი იქნება და თუ იქნება, ესე იგი გაგრძელებელი არის, ხო, კვალი გრძელდება, რაც კვალი დატოვა, იმას მიყვება წმინდანობის ცოცხალი ჯაჭვი, ურღვევი არის, ხო? თუ წმინდანობის გზა გიდათ, მიყევი და აღიარე ცოცხალი წმინდანობა და მაგიტომ ცემ ხოლმე პატივს, ეხლა შეიძლება ბევრ ამაში არ ვეთანხმები. და ჯერეთი საერთოდ არაფერს არ ლაპარაკობს არც წერს, რაები მოუგონეს, ესა თქვა, ისა თქვა, მე არ მესმის, რამდენად თქვა და რამდენად არა თქვა კაცო. კაცი თვითონ არის აღიხსო ქრისტე ღმერთი ვარ და როგორ აწერენ ამას მე არ ვიცი. სადმე თქვა თავის ნაჭერებში რომ მე ვარ ქრისტე ღმერთიო? თავი იესოს ჩაუნაცვლა, სადმე არ ვიცი. ხმას არიგებს კაცი და საიდერებს უგონობენ ჩემამდე არ ვიცი. მაგრამ იმას რომ ცოცხალი წმინდანების არსებობას აღიარებს, ეგ ბიბლიურად დამტკიცებულია და მეც მაგას ვიძახდი. და დამცინოდნენ ხოლმე ჩვენ ულემა შესავით ფრთიანი ანგელოზები არა ვართ. ფრთიანი ანგელოზები რა ეხა? საოცრობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის თქმის უფლება გაქვს და ყველაფერი აპატიება ადამიანს. ღვთისთვის სულელი სულ სხვა რაღაცას ნიშნავს. ხო ეხა ნახე რა მინდოდა. სახარებაში იესო იძახის, რომ ჯურის გასაუქმებლად არ მოსულ ვარო. თუ არ მოსულა, ესე იგი 10 წნება დატოვა. მაგრამ შაბათს რატო არ იცავენ დღეს? გაუქმებულია შაბათი. გიჟად შერაცხესო, გიჟად შეგრაცხავენ, აბარა ეხა შენ გონია მე არ მრაცხავდნენ, გიჟა დედამიწაზე რო თქვი, ბრტყელია მეთქე, ყველამ გიჟად შემრაცხა. თან ენოქის სიგნიდან თქვი მე და ენოქის სიგნის გარდა ბიბლიაში ბევრგან წერია, თუნდაც ესაია წინასწარმეტყველის მე-40 თავის 22 მუხლში, თუნდაც ეზრას წიგნებშიც, რომელიც კანონია ჯულის კანონის მიხედვით, კანონიკური წიგნებია, ეზრას ზორობაბელის მე-4 თავის 32 მუხლში წერია, რომ დედამიწა კი არ ბრუნავს მზის გარშემო. ზე ბრუნავს დედამიწის წრეზე. ზე ბრუნავს დედამიწის წრეზე, მიწა უძრავია. ასევე სამუნები მე-18 სამურში ეს არის. ზე მოძრაობს დედამიწის ცაღზე, მზე დადის დედამიწის თაღზე. ცის თაღზე დადის. და არა დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო. რა ვიცი ხა, თუ ბიბლია ტყუის, მაშინ ესენი არიან მართლები. თუ მეცნიერება მართალი დედამიწა რგვალია, მაშინ ბიბლია უნდა გადავაგდოთ. არაფერით ახალ ვიხემძღვანელოთ. არც ჯვარცა მოხდარა და არც არაფერი და ყველაფერი ტყუილები წერია მაშინ ამ ბიბლიაში. ან ერთი იტყუება და ან მეორეა ატყუა, რავი, როგორ გავიგოთ. ლაივს სხვა რატო ვერ ნახულობთ თქვენსას. შეზღუდეს ჩემი Facebook-ი, YouTube-ზე ჩემი ზღუდეს. რომ არ ჩამოვტვირთო და არ ავტვირთო YouTube-ზე და არ ნახოს ხალხმა. ესე გამიკეთეს. იმიტომ რომ შევეხე სერიოზულ თემებს და არ მოეწონათ. თუნდაც აი ეს თემა ავიღოთ. კუდრები რო აღსდგნენ იესოს ჯვარცმისას, გასკდნენ კუდრები და კუდრები გამოვიდნენ და თავისიანებს ენახნენ. უყურე რამხელა სისულელე წერია, ეხა დაინახე. ჯერ ერთი ეგ ფაქტი თუ მართლა მოხდა, ამას ფლავიუსი არ დაწერდა, აი რომაელი ისტორიკოსები არავინ არ დაწერდა, კაცო ამხელა სასწაული მოხდა. ღმერთი მოკლე ჯვარზე კუდრები გასკდნენ, საფლავები განიხდნენ და მიცვალებულები აღდგნენ და დაბრუნდნენ. და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს საერთოდ. მეც რამდენი წელია ვიძახი, რომ დედამიწა ბრტყელი არის, სანამ ენუქს წავიკითხავთ. ხო, აი მეგობარმა თუნდაც ეს სრული ბოდვა შესაძლებელია ფსიქიკურად ჯანმრთელმა ადამიანმა დაიჯეროს, რაც სახარებაში წერია. ძალიან საინტერესო იყო თქვენი და ბატონი ზაზა ჩიბირაშვილის დიალოგი YouTube-ზე. ხო, ახალ აღთქმაში ნახე მათე სახარებაა, თავი 27 რა წერია. განიხვნეს საფლავი და წმინდა გასუნებულთა მრავალი გვამი აღდგა. საფლავებიდან გამოვიდნენ მისი აღდგომის შემდეგ წმინდა ქალაქში შევიდნენ და გამოეცხადნენ მრავალსო. წარმოიდგინია, ქრისტე აღდგა და 3 დღესენი საფლავში იყვნენ. თან როცა ქრისტე მოკლეოსო, იმ დღეს აღდგნენ ეს კუდრებიო და მერე გამოვიდნენ, როცა ქრისტე აღდგაო. 3 დღე, ესე იგი, სანამ იქ იყვნენ, აი როგორ არ გამოვიდეთ, ხო, კარგად ხო ხდები. 3 დღე თუ 3 დღის გასვლის შემდეგ თუ გამოვიდნენ და 3 დღის წინ აღდგნენ, ქრისტე ჯვარცმისას აღდგნენ, ესე იგი 3 დღე საფლავში იყვნენ და ელოდებოდნენ, რავი, რას ელოდებოდნენ. ესე იგი ბიბლია სრული ბოდვა ყოფილა, რადგან დედამიწა მრგვალია, ასე გამოდის ტყუილების წიგნი ყოფილა. ხო, თუ მრგვალი არის, ეგრე გამოდის, იმიტომ რომ აგერ ეზრას წიგნების მაგიტო ამოიღეს, ზორობაბელი, ეზრა ზორობაბელის წიგნი არის. პირდაპირ წერია, პირველი ეზრა არის კათოლიკურ ბიბლიაში, მართლმადიდებლურში მესამე ეზრას სახელწოდებით არის ქართულად.
პირდაპირ წერია, რომ მზის თვალიო დადისო დედამიწის წრეზეო, დადისო, მოძრაობსო, რბილისო. ასევე მე-18 სამუშის ამოდისო და დადისო. სარბილად გამოდის ცის თაღზეო. მზეო. დიდი შარში ვართ, რასთან გვაქვს საქმე, ბოლომდე არ ვიცით, არსებობს ისეთი ებრაული გამონათქვამი. თუ არ გინდა რომ დაგიჯერონ თქვენ ნამდვილი სიმართლე, მაგრამ არა მთელი სიმართლე, რთულია ბოლომდე ყველაფრის გაგება, მაგრამ მე მჯერა თქვენი გონიერების ლევან ყველაფერს გაარქოთ, ეს კი ვიცი, რომ დიდ ტყუილში გვაცხოვრეს. ეხლა დიდ ტყუილში გვაცხოვრეს, მაგი აგე ჩემო მოძღვარმაც აღიარა, მაგრამ აღიარებით რა, გადის და ისევ იგივეს ლაპარაკობს, რაც დაავალეს. ნუ რაბა ეხლა სხვანაირად გამოაბუნყურებენ იქიდან. აზრი მითხარი, ილაპარაკებს სხვა რაღაცა ჩემსავით, მაგე შეგიზღუდავენ. დაფინანსებასაც შეგიწყვიტავენ. ან გაგაფრთხილებენ, რომ აი შეეშვი აღარ ილაპარაკო. თუ ჩვენთან ახლა ჩვენთან იყავი. აი არ ხდება ორი ბატონის სახური, როგორ ეხლა მე იქ სამებაში წავიდე, პატრიარქს შევეხო და დაუჭოქო და თან აქ გამოვიდე და ქრისტეს ვილაპარაკო, ეგეთი რაღაც არ ხდება. როცა არ მოგწონს და რაღაცა აკრიტიკებ, თუნდაც ის რომ პატრიარქის ქანდაკებები ჩამოასხეს უკვე. ჯერ კიდევ 5 წლის უკან თქვი ეგ რომ მეთქი ეს არის წყევლა. 27 თავი მეორე ჯულში წერია. წყეულია კაციო, რომელიც ჩამოასხავსო ქანდაკებასო და თქვავს ყველამ ერთი ამენო, რა წყეულია ეს კაციო. არ შეიძლება ქანდაკები ჩამოსხმა და დადგმა. თაში რო შიულას ქანდაკებაა და პატრიარქი რო კოცნიდა, ვიდეოები მაქვს მაგაზე რაც. საფატრიარქოზე ეხაცადებს ეგ ვიდეოები, რომ შიულას ზეგს პატრიარქი კოცნის. ჯერ კიდევ მაგედან თქვი, რომ ეგ არის წყევლა. ყველამ დამცინა იმენ. არა, ბიბლია ვანახე, არ აინტერესებს ეგ ძველი ახთმა ეგ ურიებისაო, ყობოების არისო. თუ ყობოების არის, შე რატო გაგწმიდა წიგნს რატო ეძახია ამას? თუ ყობოების დაწერილია. რატო ეძახი ამას? რატო კითხულობ ამას ძველ ახთმას და რატო ეძახი, რომ მოსეს ღმერთი იახვე იესო იყო? ლევიტელების წიგნი წაიკითხე და რა მაინტერესებს, რაში მჭირდება სამყაროს შემოქმედს ტრედის სისხლი და ცხოველების ძვლები. ხო, თავი არ გადაუმტრიო, თუ თავი გადაუმტრიო და სისხლი დააწურეო საკურთხეველს. ლევი წერია პროსტა წარმოიდგინე. გურიტებს თავი გადაუმტრიო. გადმოწერილი ხომ არ არის ეგ მომენტი ძველი სატანისტური ლიტურგიის წიგნებიდან. ბაბილონიდან გადაწერეს ხა გერმანელი მეცნიერების ნაშრომებს კითხულობ და პირდაპირ წერია, რომ ბაბილონში რო იყვნენ ებრაელები, იქიდან გადაწერეს ეს მოსეზე ინფორმაციები. ეს არის უთანაფეშმი სარგონისა და მოსეს ისტორია შუმერებში. იქაც არის მოსე სარგონი თიხის პირპიტებს. ხარის რქებიანია და ჩლიქებიანი მოსე. ეგ იყო წმინდა ცხოველი ხარი შუმერებში. სარგონის გვერდით ადგა. სარგონს კიდე ლომი უჭირავს ხელში. სარგონი იყო გოლიათი დიდი. სარგონ მეორე. ნუ ბაბილონიდან არის გადაწერილები, არის ესე თუ არა, თუმცა ძნელი ამის დამტკიცება, იმიტომ რომ ისე სუფთა და ლამაზად ავთვაკეთებული ამ ებრაელებს, ყველაფერი რომ ძნელია დღეს ვიმეს რამე დაუმტკიცო, როგორც ჩვენ ვერ უმტკიცებთ, ეხლა რავი, გადავქეკე ბიბლიიდან და არსად არ წერია, რომ პალესტინაში არის იერუსალიმი და მაცხოვრის საფლავი. არ არის პალესტინაში იერუსალიმი არ არსებობდა. არც ნაბუქოდონოსორი და არც კიროსი მანდ არ იბრძოდნენ კაცო. არსად ჩანაწერებში არ წერია, რომ ნაირის ქვეყანა, მდინარეების ქვეყანა მანდ არის. საერთოდ არ არის მან მდინარეების ქვეყანა. ან იესოს მაცხოვრის სიტყვები ქვაქვაზე არ დარჩებაო. ან იესო იტყუება, ან ესენი იტყუებიან. თუ იესომ თქვა იერუსალიმის ტაძარზე რომ ქვაქვაზე არ დარჩება, აბა დღეს რა ქვებს იცემენ თაყვანს ეს ებრაელები თავს რო უტყავენ. გოდების კედელს რო ეძახიან. ხო ქვაქვაზე არ დარჩებაო? ხო ესე იგი იესოს სიტყვები არ ყოფილა ეგ. ან რომაელებმა დაწერეს და იესოს მიაწერეს, ან კიდე იესო ვერ იტყოდა მაგას, იმიტომ რომ აგერ იერუსალიმის ტაძრის ნანგრევები გვაქვს. ნაშთები დარჩენილია. როცა დაწერილია იოსებ ფლავიუსის წიგნში რომ როდესაც ტიტემ გაანადგურა იერუსალიმი და მისი ქალაქი და ტაძარი მთლიანად, კენჭიც კი აღარ დარჩა იქიდან არაფერი. მთლიანად გაასურა მიწასთან. ესენი რა გოდების კედელზე და რა მაცხოვრის საფლავზე ლაპარაკობენ. საერთოდ არ ყოფილა პარალელთან, სხვადასხვა მასონთან მომევიდა მაგაზე დავადა. და ბოლოს შეუზღუდეს იმასაც Facebook-ი დაუბლოკეს, ჩატში წერდა და სულთნად გააქრეს. დაუმტკიცე რომ დინარების ქვეყანა, ნაირის ქვეყანა ეს იყო ჩtildeოეთი ქვეყანა ასურეთიდან. ანუ ბაბილონიდან ჩtildeოეთით იყო. ელიას ასვლად თუნდაც ფეხით ვავიდა და ჩავიდა. რამდენი დღე მოანდომა, 2 თვე არ წერია. დიდი მცირე ხანი მოანდომა ძალიან. ეხა შენ ბაბილონიდან ისრაელში ფეხი წახვალ და ისრაელი პალესტინა და ბაბილონში ფეხი წამოხვალ? დაახლოებით 2 კვირაა თუ მეტი არ არის მოხსენებული. ხო, ეხლა ნახე უყურე. თუ 3 დღის მერე მოხდა გამოხსნა, მაშინ იესოს სიკვდილისას როგორ აღდგა მრავალი გვამი განსვენებულთა. მათეს 27:52-ში. დავიჯერო ისეთი ისტორიული ფაქტს გამოტოვებდნენ იმ დროიდან ისტორიკოსები და მწერლები, ამხელა
მოვლენა მოხდა, ქრისტე მოკვდა ჯვარზე, კუდრები აღდგნენ და არც იოსებ ფლავიუსი არ წერს, არც რომაელი ისტორიკოსი არ წერს. არავინ არ წერს არაფერს. ამხელა გრანდიოზული რაღაცა მოხდა, ქრისტე აღდგა, ამაღლდა, კუდრები გაცოცხლდნენ და ტაციტის გარდა სხვა ვერავინ ვერ ნახეს ისტორიკოსი, რომ ამ ყველაფერზე ეთქვა და დაეწერა. თან ისიც როგორ დაწერან ტაციტიმ, რომ ბოლოტო მოქმედები არიან ქრისტიანებიო და ყველაზე კასტმოძული რელიგიაო, რაც კი რამ იუდეველებიდან გამოვიდნენ და შექმნეს ახალი სექტაო. კარგად არ მოიხსენებს ტაციტი ქრისტიანებს. და თუ ტაციტი ქრისტე ჯვარცმაზე მართალს წერდა, მაშინ გამოდის, რომ ქრისტიანებიც მართალს წერდა, როცა მას ელაპარაკობდა. ესე იგი ტაციტმა იცოდა, რომ სამყარო შემოქმედი მოკლეს ჯვარზე და ესე გულგრილად უყურებდა ამ ყველაფერს. ან ტაციტმა როგორ დაწერა ქრისტე ჯვარცმაზე ინფორმაცია, როდესაც 54 წელს იყო დაბადებული თუ არ ვცდები. მოციქულებიც კი იმ დროს მოხუცებულები იყვნენ, დევნაში იყვნენ. ვისგან გაიგო ინფორმაცია, რომ ჯვარზე მოკლეს ქრისტე. მარტო მაგან გაიგო და სხვებმა დამალეს. თავად პილატეს წერილი სად არის განაჩენი განახო. სადაური იყო ეს პილატე. გამოსვლის წიგნში წერია, რომ მოსე პირისპირ საუბრებოდა ღმერთს, ხოლო იოანეს სახარებაში წერია, რომ ღმერთი არავის არ უნახავსო, ვერ მიხვდი ამას. ხო, მეორე რიცხვთა წიგნის მე-12 თავის მე-9 მუხლში წერია, რომ განა ეს არ არის მოსეო, რომელსაც პირისპირ ველაპარაკებიო და არა იგავებითო. ცხადილი ველაპარაკები, როგორც კაცი კაცო, გამოსვლითა წიგნის 30 თავში წერია, რიცხვთა წიგნშიც და რა ვიცი ხა თუ პირისპირ ველაპარაკა და მოსე ესე იცნობდა იახვეს, იესო ვიზე იძახის, რომ მამაჩემი არავის უნახავ. წინააღმდეგობებია, მაგრამ მაგაზე წიგნი რომ გამოეცი ხა თომას სახარება მიწერია დაახლოებით 33 შეუსაბამობები ბიბლიაში და ეხა კიდევ წერ კიდე წერილთა უთანხმოებანებია და იქაც სერიოზული დომხალები არის რა. აი თუნდაც ზაქარია რო ეუბნება თავის შვილს იოან ნათლისმცემელზე რომ ამბობს თავის შვილზე, რომ წინასწარ მეტყველი გეწოდო შენ ყრმაო. ხო არის ესეთ პასაჟი ლუკას სახარებაში და თვითონ იოანეს სახარებაში რომ მიდიან მღვდლები და ეკითხებიან ვინ ახარო შენ რო უთხრა ჩვენ წარმომგზავნელებთო ქრისტე ხარო მესია ხარო არა ვარო აბა ვინ ახარო წინასწარმეტყველი ხარო არა ვარ წინასწარმეტყველი კაცი ამოს წინასწარმეტყველი არა ვარ ქრისტე არა ვარო და აგერ ხა იოანე წინამორბედი ნათლისმცემელი და წინასწარმეტყველიც კი გამოიყვანეს წარმოვიდგენია არა ვარო კაცი იძახის წინასწარმეტყველიო და ესენი ტენიან წინასწარმეტყველობას ბევრი წინაღობებია მაგრამ ხო, დასრულած ქრისტეს სიკვდილის დროს მოხდა ამ კვდრების აღდგომა, 3 დღე აკლდამაში იყვნენ და ელოდებოდნენ ქრისტეს აღდგომას, რომ საფლავებიდან გამოსულიყვნენ. ან თუ მე-3 დღემდე უკვე აღდგნენ საფლავებიდან, ლოცვ ვინ გადაუგორებდა, რომ იქიდან გამოსულიყვნენ. გამოდის გამოხსნა და ჯოჯოხეთებიდან სულების ამოყვანა ქრისტეს აღდგომამდე მე-3 დღემდე მოხდა? თუ ქრისტე მოკლეს ჯვარზე და იმ დროსვე აღდგნენ კვდრები და გაცოცხლდნენ, მაშინ მე-3 დღეს როგორ გამოვიდნენ? აშუაში აღდგომა ქრისტესთან. ესე მაშინ უნდა ეწეროს, რომ მე-3 დღეს აღდგნენ. და გამოვიდნენ, მაგრამ ტექსტში ეგრე არ წერია. ტექსტში წერია, რომ ქრისტე რომ განუტევა სული, მან დროს მყისივად განიხნეს საფლავი და წმინდა მრავალი განსვენებული გვამი აღდგაო. მე-3 დღეს გამოვიდნენ მე აღდგომიდან, ქრისტეს აღდგომიდან მე-3 დღეს გამოვიდნენ. ბიჭო, საფლავები გაიხსნა, კვდრები აღდგენოდა და მე-3 დღეს გადაელოდებოდნენ, რომ გამოსულიყვნენ საფლავებიდან. თან წერია, რომ აღდგნენ, იმ დღესვე აღდგნენ. აი ეს მუხლი მეგობრებო, აი ვისაც დამეწერეს ხა კიდევაც რა. ლევან ეს სრული ბოდვა შესაძლებელია ფსიქიკურად ჯანმრთელმა ადამიანმა დაიჯეროს. აი ეს ნებისმიერ თეოლოგს წააკითხო. მათეს 27-52-53. აი ამას ვისაც ჯერაც, ვის შეიძლება ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს ჩაითვალოს? პროსტა კითხვა დასვით რა ნებისმიერ თეოლოგს დაუსვით აი ეს სახარებიდან ეს კითხვა. ანუ ქრისტეს აღდგომამდე, ჯოჯოხეთის წარმოთქმამდე უკვე მომხდარა გამოსყიდვა. აღდგა ნაგი კვდრები და განიხნეს საფლავები. იესო იყო პირველი საუკუნეში, მე-3 საუკუნის მერე გავრცელეს ებრაელებმა ქრისტიანობა. ჯერ არ მიიღეს მოკლეს და მერე დაწერეს და გავრცელეს რატორისთვის. ხო, პირველ საუკუნეში რაც იყო ქრისტიანების დროს ისინი იყვნენ ნაზარეულები, რომლებიც გამოიყვნენ ებრაელ ეპისკოპოსებს, თავდაპირველად იერუსალიმის საპატრიარქო არსებობდა, ეპისკოპოსები იყვნენ 15 ეპისკოპოსი, ყველა წინადაცვლილი იყო და მოსეს თორას აღიარებდნენ. მაგრამ ნაზარეულები ქრისტიანები აუჯანყდნენ და უთხრეს, რომ იესოს ესეთ რაღაც არ უსწავლია, მოლაპარაკებლის და რაღაცა იგი დაწყევლების და გამოდევნის და ეკა ნარეკალი აღმოგიცენოს და რაღაც ისულელების. გამოიყვნენ და დაერქვათ ნაზარეულთა სექტა. თვითონ ის ებრაელები, წინადაცვლილი ქრისტიანები მიწიყვნენ, ისინი სექტანტებად ითვლებოდნენ იმ დროს იერუსალიმის ტაძარი სანამ დაინგრეოდა. ანუ ებრაულ გაგებაში დღეს ეს მართლმადიდებლები, ვინც სამებაში დადიან, არიან ჩვეულებრივ მწვალებლები, ერეტიკოსები. იმიტომ რომ მკვდართან შეხება ეს აკრძალულია ებრაელებში და დღეს კიდე მკვდარს კი არ ეხებიან მარტო კოცნია კიდევაც ეს არის არაფერი კავშირი აქვს ამას თორასთან ებრაელებთან და მოსეს ღმერთთან.
პირდაპირ არ ღვევენ მოსეს თორას მკვდართან შეხებით. აბრაამის შვილს რომ კლავდა ღმერთმა გამოსცა და ოიძახია მორწმუნეები იაკობის 1:13 წერია რომ ნურავი ტყვის განსაცდელში ღვთისაგან გამოვისდებიო. ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით. ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს. ხო, მანდ ისიც წერია კიდე რომ იაკობი ამატებს აბრაამს რომ საქმე არ გაეკეთებინო, განამარტო წმენა ჩაეთვლებოდა გამართლებათო? რა თქმა უნდა, საქმე რო ჩაიდინაო, იმიტომაც სრულყო ამ საქმემ თავისი წმენაო და მერე ჩაეთვალა გამართლებაში. ეს თორას ეწინააღმდეგება მეგობრებო. თორაში წერია დაბადების მე-18 თავში, ხო რომ აბრაამი სანამ აიღებდა შეშას ცეცხლს და დანას და წაიყვანდა ისააკს თაზე შესაწირად, იქამდე ეს წმენა ჩაეთვალა გამართლებად. რახან ესე იფიქრებოდა გამოიმეტე, უკვე ეს ჩაეთვალა უკვე წმენა მოქმედებად და ყველაფერი. ასე რომ იაკობის წერილი, სადაც იაკობი ამას ამბობს, პირდაპირ ეწინააღმდეგება თორას. გამორიცხული არის რომ იაკობ მოციქულს ესეთი რაღაც დაეწერა, მით უმეტეს თუ ის ებრაელი თორის მცოდნე და თორის სპეციალისტი იყო. აშკარა წინაღობაა ხო. თორა გვეუბნება რომ მოსეს საქმეებამდე აბრაამს წმენა გამართლება ჩაითვალა საქმეებამდე, სანამ შვილს შეწირავდა, იმიტომ რომ მე-11 თავში ებრაელთა წერილში პავლეც ამბობს ასეთ რამეს რომ ზუსტად ეს წმენა იყო რომელმაცო მოაპოვებინა იმის გამართლებაო რომ დაიჯერა ღმერთის რომ ღმერთი თავის სიტყვას აუსრულებდა ისააკზე. რო თქვა რომ შენი ისაკიდან გეწოდება ნათესავიო, ამიტომ სულად გულდანდობილი მიენდო ღმერთსო და აი ეს გულდანდობა და მინდობა ჩაეთვალა მას სიმართლედ. აი ეს რომ დაიჯერა, ეს დაჯერება და გულდანდობით მინდობა ღმერთისა ჩაეთვალა გამართლება და არა ის რომ წავიდა და საქმით დაადასტურა ეს წმენა და ეს საქმე რო არ გაეკეთებინა არ ჩაეთვალებოდა. არა, ეს არასწორი არის. ამიტომ ეს მართლმადიდებლები მაგიტო იძახიან რომ აი საქმეც და რწმენაც და საქმეც და რწმენაც. საქმე პლუს წმენა ეს მე-4 საუკუნეში კონსტანტინემ შემოიღო, იქამდე არ არსებობდა ეგეთი რაღაც. მე თუ არ მჯერა იმ ღმერთის და არ ვენდობი, ხო, არც საქმეს არ გავაკეთებ. პირველ რიგში არის წმენა, ნდობა და დაჯერება. ეს სამი რამე თუ არა მაქვს, წმენა, დაჯერება და ნდობა, რა თქმა უნდა არც გავაკეთებ. არც მის სახელზე და არც მისთვის არაფერს არ გავაკეთებ. რაც უნდა მითხრას არ მოусმენ. წმენა კიდე მოსმენიდან არის, წმენის შესმენაა და დაჯერება. მაგ მკვდრების აღდგომაზე მეცნიერებიდან კვლევარები იძახიან რომ სიმბოლურიაო და რა ჭირად მინდა ბიბლია თუ ზოგი სიმბოლურია და ზოგიც რეალური. სადვარჩიო რომელიც ჭეშმარიტი გადმოეცა მაშინ მარტივად. სიმბოლური ვერ იქნება, იმიტომ რომ პირდაპირ წერია, მაშინ ქრისტეს ჯვარცმაც სიმბოლური ყოფილა. მაშინ რა ვიცი, რა დარწმუნებით უნდა ვიცოდეთ რომ ქრისტე მართლა მოკლეს. სიმბოლურად მოკლეს, რავი, შეიძლება სხვა ყოფილიყო და იესო არც ყოფილიყო. შეიძლება ის იესოც იყო, მაგრამ მოგეჩვენა რომ იესო იყო. სიმბოლურია ეს ჯვარცმაც, რა ვიცი. აბა რა სისულელეს გამონებიან ახლა თუ სიმბოლურია ეს ყველაფერი, მაშინ იესოს ცხოვრებაც სიმბოლურია. და არაფერი იქ თუნდაც ის ლაზარეს კვეთ აღდგენა არ უნდა მივიღოთ რომ კაცი აღადგინა, არამედ ქართული ენა აღადგინა. და აი ყველაფერი სიაფანდობა ყოფილა მაშინ. და ბიბლია პირდაპირ გაგებით არ უნდა წავიკითხოთ, შტრიხ კოდებით უნდა გავშიფროთ და ებრაელ მასონებს უნდა შევეკითხოთ, აბა ეს რატო დაწერია აქა და იახვე რას ნიშნავს. აბა რას ნიშნავს ახლა ეს სიმბოლური რას ქვია სიმბოლური. პირდაპირ წერია რომ ქრისტეს ჯვარცმის დროს განიხვნეს საფლავი და წმინდა გასონებული მრავალი გვამი აღდგა. აი სიკვდილისასვე რომ განუტევა სულ იმ წამს უკვე აღდგა ეს გვამები. გამოვიდნენ აღდგომის შემდეგ და ეჩვენინო ქალაქში. და ამხელა რაღაცას იქ არც ერთი ისტორიკოსი და არც ერთი ებრაელი არ დაწერდა, ხო? თავისი მკვდარი რო აღდგეს და დაინახოს სიხარულით არ გაუხარდებოდა კაცო. და შეგნებულად დაწერდა ამას იოსებ ფლავიუსი. და არც ერთი ებრაელი ამაზე ხმას არ მოიღებდა. წავედი მეგობრებო, რა ვიცი. ელაპარაკე, არ ელაპარაკე, ფული ამათი ღმერთი და კუჭი და მუცელი. გაიძღო და ამოიყორონა. საიდარეები მოიგონეს იქ სინერგიაო და იქ ავაზაკიო ცხონდა, იმიტომ რომ ეზიარა სისხლს ახორცაო. როგორ იყო სინერგია, როცა კლიმენტი ალექსანდრიელი პირდაპირ გიწევს რომ მაცხოვრის სისხლს რძეც ეწოდება. ჩაასხით მაშინ ბარჯიმს რძეები და დალიეთ ის რძეებიც. თუ სიმბოლურად ყველაფერს სიმბოლურად იგებთ. რძეც სისხლია ქრისტესი და დალიეთ ის რძე.
მაგრამ თურმე ქრისტეს ჯველი არ გაუქმებია და შეასრულეთ 10 მცნება. შაბათ დღე დაიცავეთ, კვირას მოვატარებთ წირვას, შაბათ ჩაატარეთ. მარტო ვატარებთ კვირას. ჯერ ერთი კვირა არც არის ეგრე. ებრაულად კალენდარში კვირა დღე არ არსებობს. ერთ შაბათი ქვია მაგას. ტონ შაბათონ ესე წერია ბერძნულად. და კვირიაკე მერე შემოიტანეს ამათმა კვირიაკოს სხვა ტერმინიდან არის აღებული. საერთოდ არნიშნავს იმ კვირა დღეს. ერთ შაბათი იყო ებრაულად. თუ არ გჯერათ მარკოზის მე-16 თავი წაიკითხეთ რა წერია იქ. კვირის მაგერად ერთ შაბათი წერია. ხოლო ერთ შაბათზე გამთენისას მოვიდა მარია მაგდალენელი ხო წერია ეგეთი რაღაცა. კაი, წავედი აბა დროებით. თქვენი მეგობრებო.